მეგობრებო, ადამს ღმერთთან ურთიერთობა რო ქონდა და ევას დაემალა თავის შვილებისთვის. როგორ ფიქრობთ ის 24 საათი რა ილაპარაკებთ? იმაზე რა დაკარგა, ვისთან იყო და ვინ ჩააგდო მაგ დღეში. ორივე შვილი ამას უსმენდა და ერთმა მაინც არასწორად გაიგო. თავისი ღმერთის თაყვანისცემა დაიწყო. მან თავის წარმოდგენას მორგება დაუწყო ღმერთისა, მორგება. ესე იგი, თავის საზღვრებში უნდა მოეთავსებინა უსაზღრო და დაუსაბამი ღმერთი კაენს და მაგიტომ არის იგი დაწონებული. ეს ჩვენ კაი რამეს გვასწავლებთ, დღეს მაგ ეპოქაში ვართ. რომ ჩვენ სრულად ფარხმალი უნდა დავყაროთ, სრულად და მივენდოთ. არ ნიშნავს ესე, მივენდოთ ის ცოდნას გვაძლევს, წიგნსაც აგვაკითხებს. მეხსიერებასაც მოგცემს, მაგრამ არასოდეს ისეთ ცოდნას არ მოგცემს, რომ ამ ცოდნამ ისე გაგვამედიდუროს, რომ ღმერთს ატაშული მივცეთ. ძალიან ბევრი შვილი მშობელმა რო გაანათლა, მშობელი დაივიწყა. ღმერთის გარეშე თუ ცოდნას მიიღებ, ღმერთს ყველა ვარიანტში კამათს დაუწყებ. თუ ღმერთით ნათლები და ის გაძლევს, ჯობია დაელოდო, ცოტა იცოდე და ღმერთიდან ის ღმერთს კი არ დაგაშორებს და გაახლოვებს. ამიტომ ცოდნა აამპარტავნებს გვეუბნება სული წმინდა. სიყვარული კი აშენებს. რა არის სიყვარული? ღმერთი სიყვარულია. იცნობ ღმერთს, ცოდნასაც გვაძლევს. ცოდნა უნდა ღმერთს ჩვენთვის და განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, ცოდნადაცემულში. იქ რომ მივალთ, ცოდნა აღაგჭირდება, იმიტომ რომ თვითონ არის ცოდნა. როცა თქვენ თვითფრენავში ზიხართ, თქვენ იცით აფრენა დაფრენის ისენი და იცნობ თერმოდინამიკისა და იმის კანონებს და მაგით შედიხართ? სრულიად უცოდინარი კაცი ბარდებით მცოდნე გარკვეულ კოლექტივს. ერთი ჰაერში რუერენ და დანარჩენები ბაზა დედამიწაზე. სრულიად ჩაბარებული ხართ და ხო ხართ ბედნიერი. აი ასეთი ის გამოვიყენოთ ღმერთთან როცა ვიქნებით ჩვენ, თავარი არის კარგად იყო, ბედნიერი იყო და ცოდნით კარგად როგორ იქნები. ეს არავის აბირსპე ბილბას აი გარუთქვია და აქ კიდე ცოდნა შემოგვიტანა სატანამ. ცოდნის ყოვლის შემძლეობა სატანიდან მოდის. სულ კაცობრიობის ისტორია რა არის? ცოდნის მოპოვება, დაგროვება, დავაგროვებ ბატონო. კაცობრიობამ დღეს იმდენი წიგნები დააგროვა, აგერ ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ვაშინგტონის ბიბლიოთეკა ეგარ 20 მილიონსა თუ 200 მილიონს ითვლის, ხომ? ეს პირველ ადგილზეა. წაიკითხავთ მაგას. აი რამდენი ხელი უნდა იცოცხლოთ. ესე იგი დამთავრებულია ჩვენი საქმე, ვკვდებით უცოდინარი. დღეში რომ საშუალოდ 6 წიგნი წაიკითხოთ. წელიწადში არის 365 დღე. გადაამრავლეთ ესე. და გადაამრავლეთ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. დიდი მთელი ცხოვრების მასზე 5000 წიგნი წაიკითხოთ. მაგრამ ამოწურავთ იმას, რაც კაცობრიობამ დატოვა? ვერა. ესე იგი დაღუპულხართ თქვენ. აი ეს როგორ შეიძლება ესე მიუდგეთ? სატანა აკეთებს ამას, სატანა. ამიტომ ჩვენ ისეთი რამე უნდა ვიცოდეთ, სიცოცხლის წიგნი. ის გვაძლევს რა არის საჭირო ვიკითხოთ მიწაზე. და ჩვენ როცა სიცოცხლის წიგნით ვსარგებლობთ, დედამიწაზე ციხეში რო ვართ, ისეთი ცოდნა მოაქვს, რომ გაგვიოლოს ციხეში ცხოვრება. და ეს არის მეცნიერება. ამის გარეშე რო იკვლევ რაღაცას, თავს გამოითოფავ. არ შეიძლება ღმერთის გარეშე მეცნიერი იყო. თორემ თავს აიფეთქებ. ღმერთით უნდა იყო ეს და სამწუხაროდ ეგრეა. გამედიდურდი, მიაგენი რაღაცებს, დაგავიწყდა რომ ღმერთმა მოგცა, ღმერთი ჩამოიშორე და უკვე შენ გიკრავენ ტაშს. დღეს პოეტებს უკრავენ ტაშს. როგორ განვითარდით ჩვენ? რისი მომცემი ეს? ბოლოს კი სიკვდილის ბოლოს მაინტერესებს ყველა. არ გადააფასებენ, არ ჩავარდებიან იობის მდგომარეობაში. ყველა ჩავარდება იობის მდგომარეობაში, იმიტომ რომ ტოვებს ძვირფას, პროფესორულ რაღაციებს, აუდიტორიას. სრულიად მარტო იქნება ის. ასე რომ იობის ტანჯვა, ეს ტანჯვა ზოგად საკაცობრიო და ტანჯვა იმიტომ არის, რომ ჩვით შემეცნებას ეზიარო და ღმერთის წმენასთან, ხილვასთან მიხვიდე. ტანჯვის ამოცანა ეგ არის და განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც გაამაყებულები არიან. აი ეს ვიცი, ის ვიცი. ხო და ღმერთს ისე უყარხარ, რომ ამ საშუალებებს იყენებს, რომ არ დაიკარგოს შენ. და თუ აქაც ვარს ეთყვი, იობს რო ვარი ეთქვა, დამთავრებული იყო. ის კი არ აღსდგებოდა, ის კი ატკბილად კი არ გაატარებდა დანარჩენის და ეს საერთოდ მას აქვს აღდგომის რწმენა აქვს იობს, აი აღდგომის. ძალიან მძიმე თემა არის, რთული თემა. ადამიანის გონებაში ეს არ ჯდება, ამიტომ გჭირდება ჩვენ სუფთა რწმენა. მინდობი უნდა ვიყოთ ჩვენ და თუ ღმერთი ჩათვლის, ვიცხადებს კიდევაც ცოდნას. ცოდნე მოსე, სანამ წყემსად არ აქცია და არ ამოაყრევინა მიღებული განათლება ფარაონის აკადემიაში, მანამდე ღმერთი არ გამოიცხადა. ასევე პავლეს, სანამ არ გაიყვანა 3 წლიან არაბეთის იმაზე უდაბნოში და იქ გაკვეთილები ჩაუტარა მან, სულ ყველაფერი გადაყარა პავლემ. სულ ყველაფერი. და რაც კიდე დარჩა, ისიც გადაყარა. ხო, ეს თვითონ პავლეს ის არის და ჩემთვის ეს წიგნი ახლა არის, რაც უნდა ილაპარაკოს მთელი ჩინმედლებით, რომელიმე აკადემიებმა ამ გზიდან ვერ გადამახვევინებს. ვერ გადაუხვევ, რა ვქნა. მიჭირს იობივით ცხოვრება, ძალიან მიჭირს, მაგრამ ამაზე ვარს ვერ მოთქმევინებ. აი ეს არის იობი. იმას გაუსწორე, ამას გაუსწორე, იმას დავიუკანტურე.
იგრანტაში დაიყო და ჩვენი კიდე სულის ცხონება გვინდა. სულის ცხონება. ამაზე ორი აზრი არა. არ მინდა რა ეს ტანჯვა რა. არ მინდა ვთქვათ ვიყო სპირიტუალისტური რაღაც გაგებით სული. არ მინდა ვიყო უსხეულო სული. არ მინდა ვიყო რაღაცა ვიღაცის სადღაც შემეცნების რაღაცა საშუალება. არ მინდა ვიყო ღმერთის ნაწილი. ღმერთმა არ გამაჩინა მის ნაწილად. გამაჩინა მისგან დამოუკიდებელი. ის არ მონაწილეობს ჩემში ამ გაგებით. აი პანთეისტები რო გვასწავლიან. ის სხვა არის, მე სხვა ვარ. შეუმეცნებელია ის თავიდან ბოლომდე, მაგრამ ის არსებობს. პრესუცტუეთ როგორც სიტყვა 60-ის ბაღში, მაგრამ ვერ შეიმეცნებ მას, გამორიცხე, ქმნილება ხარ. ხელი აიღე ამაზე. დატკბი ცხოვრებით, დატკბი და მით უმეტეს ისე ცხოვრებით, სადაც სიკვდილი არ არის და არ არის სიბერე. ასეთი რამ გველოდება წინ. კარგი, რომ უფრო დავწმუნდეთ ამაში ჩვენ, ასე გავყვეთ ბიბლიას და დაუბრუნდეთ მე-19 მე-20 თავს. თქო, წაგვიკითხოთ მე-19 მე-20 თავი. თავი მე-19. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და უთხარი. წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე. უფალი თქვენი ღმერთი. თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას. დაიცავით შაბათები. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკლას დააპირებთ, დაკალით თქვენ სამწყალობნოდ. საკლავის დაკლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც. მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას. თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა. ვინ შეჭამს, ცოდვა დაედება მას, რადგან უფლის სიწმიდე წაბილწა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ხანას. სამკალში დაცვენილს ნუ აკრებ, ვენახსაც ნუ მოიმცრევ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან, ღარიბ ღატაკსა და მძგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. არ იქურდოთ, არ ითვალთ მაგცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ. სუფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი. ნუ შეავიწროებ შენს თვისდომს და ნუ გაძარცვალ. ნუ დაიტოვე ბდილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს. ნუ გაქირდა ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკობს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი. უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში. ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი. ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში. ნუ აღდგები შენი თვისდომის სისხლის დასახველად. მე ვარ უფალი. ტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი. ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ნუ იქნები შურის მაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისდომის მიმართ. გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი. დაიცავით ჩემი წესები. პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან. ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს. ნუ ჩაიცვა მატყლისა და სევისგან მოქსოვილ ტანისამოს. თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია. არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არ აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა. მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი. შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს. როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი. 3 წელიწადს დაუცვეთელი იყოს თქვენთვის, არ იჭმევა. მე-4 წელს ყოველი მისი ნაყოფი უფლისათვის უნდა შეიწიროს. მე-5 წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რომ გემატოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ნუ რაფერ შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ. ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს. ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი. ნუ წააბილწვინებ თავ შენს ასულს გასარყმელად, რომ არ წაიყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიძიერებით. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს. ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ჭაღარას წამოუდექი ფეხზე. პატივი მიაგე მოხუც და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი. თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას.
როგორც მკვიდრი ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც მდგმურები ყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ვიცრუებთ ნურთ სასამართლოზე, ნურთ ზომაწონაში და ნურთ საწყაოში. სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. თავი მეოცე. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: ისრაელიანებს უთხარი, თუ ვინმე ისრაელიანთაგან, ამ მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა. თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის წირავს და არ მოკლავს მას, მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე. თუ ვინმე ჯადოქრებს ამ კითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან. წმიდა ყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმენდელი. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხო, მასია მისი სისხლი. ვინც გაწყობილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი. ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ, მათსია მათი სისხლი. ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ, სისაძაბლი აქვთ ჩადენილი, მათსია მათი სისხლი. ვინც მამაკაცთან დაწვება, ისე როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ, მათსია მათი სისხლი. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენ შორის. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. თუ ქალი საქონელთან სამაკინკლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც, უნდა დაიხოცონ, მათსია მათი სისხლი. ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს ან თავისი დედის ასულს და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე ახადა, ცოდვა აწევს. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცის სადინელს გაუშიშვლებს და ქალის სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან. შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ. ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ, უშვილოები დაიხოცებიან. ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება, ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი. შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად. ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ და მე განურისხდი მათ. მე გითხარით, თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწაწყალს, მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან, რომ ჩემი ყოფილიყავით. თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ, მათსია მათი სისხლი. მე-19 და მე-20 თავი მიაქცეთ ყურადღება ძლიერი თავები და სხვათა შორის არ ახსოვს ხოლმე ეს როცა ის კიდე ერთხელ გავიმეორო, ლევიტელების წიგნი საერთოდ არის დაწუნებული. როგორც აღმოსავლეთში, დასავლეთში, ევროპა იგულისხმება და ამერიკა და რაც გნებავთ, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ეს შემთხვევითი არ არის.
მე-19 და მე-20 საუკუნეში არის ისეთი მორალური კანონები და ისეთი მითითებები ღმერთისა, სულ მთლიანად დღეს 100% იგნორირებული არის. დღეს მკვიდრდება მორალზე ადამიანური გაგება და სრული გათავისუფლება, რაც შეიმჩნევა. ტოტალურად ჯერ არ არის დამდგარი, მაგრამ მოვა ეს და ეს ამხობს ყველაფერს. მე აქცია ყურადღება ყველაფერზე, მან ისე იყო ჩამოყალიბებული და მითითება აქვს იმ ერის მიმართ, ერი კიდე სულიერებაში თუ გადავიტანთ, ღვთაებრივი გაგების ერი სხვა არ არის, ვიდრე მიწიერი, ეს კუთვნილება არის იმ განსაკუთრებული ერისა, რომელიც ერთი ოჯახიდან წარმოიქმნა და სრული იზოლირებული არის ერის სხვა ერებისგან. ვინაიდან ეხლა სხვა დედამიწას ვერ გაუჩენს ამ ერს, ღმერთი აკეთებს ესეთ რამეს, აძლევს ინსტრუქციებს და იცის სად უნდა შევიდნენ ესენი, სადაც პოლითეიზმია გავრცელებული და ყველა ის წესები არის გავრცელებული, რასაც იკრძალება მე-19-20 თავში. გაგიკვირდებათ ეს რა არის, როგორ. აი თუ სანამ დგანან ეს სულ მალე ესენი დაიძვრებიან ახლა და გავყვებით ჩვენ ამას, ხომ რიცხვთა წიგნიდან უკვე გადავალთ უკვე და გავყვებით ამას. და მე რო დაეუფლებიან იმ ქვეყანას, სადაც უნდა ერთი ადგილი უნდა განაწილდნენ და იქ რო დაიწყებენ ცხოვრებას ამ წესებით უნდა ეცხოვრათ, რათა შენარჩუნებულიყო მათი სიწმინდე სისუფთავი, ვინაიდან გამომსყიდველი უნდა მოსულიყო. დღეს ისეთი ილუზიაა, რომ თითქოს ყველაფერი შესაძლებელია და თან როგორ ამტკიცებენ. აი არავის არაფერი არ მოსდის. არავინ არ ჩაიქოლება, გინდა ცხოველთან დაწექი, გინდა ბიძოლასთან, გინდა დედაშვილებთან. ეს სპეციალურად არის ესე. სამაგეროდ პროექტი დასრულდა. დაამთავრა გამოსყიდულია ყველაფერი. იესო ქრისტემ გააკეთა თავისი საქმე და ეს ერთის მხრივ ვიღაცებს შეცდომაში შეყავს იმ თვალსაზრისით, რომ აი რამე მომდის, არაფერიც არ მომდის. ესე იგი ტყუილია. არაფერი ტყუილი არ არის. სულიერ გაცოცხლებულ ადამიანს აუცილებლად ამის დაცვა ჭირდება, იმიტომ რომ სულის სიკვდილი ნიშნავს ადამიანის ჯოჯოხეთში გასტუმრებას. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური კანონები და ამ კანონით მე რო ჩავიხედავ, ხელმძღვანელობ თანამედროვე ცხოვრებას მიუსადაგებ შიოლაშვილებს, იმეებს და ქვაზე არ დაუტოვებ. ამიტომ ისინი ბრაზობენ და ამ წიგს იწუნებენ და გვთავაზობენ მამების შეხედულებებს. ახლა მამებზე კარგი შეხედულება აქვს, ვთქვათ, ეზრა, მაგალითად, ეზრა ცნობილი არის ეს ბიბლიური ეზრას. მესამე ეზრა, რომელიც კანონიკურად იტოლება, იქ არის ადგილი, რომ ამ ეზრას იმდენად ჭკვიანი იყო, 70-მდე თუ 700 რაღაცა დაუწერია. შესულია მანდ გარდა 1-2 წიგნისა. არაკანონიკურში კიდე არის. ასე რომ მეგობრებო, ეს წმინდა მამების ეს ნიშნავს იგნორაცია გაუკეთო ღმერთის პირობებს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღმერთის წაყენებული პირობებით ცოდვილთ სამყაროში და არა ჩვენი პირობებზე გაგვისწოროს და რაღაცა სიამოვნება მოგანიჭოს ღმერთმა. ძალიან ბევრ ეკლესიებში არის ადამიანის პირობებით ღმერთის სამსახურში ჩაყენება, მაგრამ ვაი რომ ვერ ხვდებიან, ღმერთი კი არ ასრულებს, სატანა არის, სატანამ დაიკავა. თორსა არასწორი შეხედულება გვაქვს ჩვენ ღმერთზე, უკვე მის ადგილს სატანა იჭერს და სასწაულებსაც აკეთებს და დროებითად წაგახალისებს. ილუზიაში შედიხარ და იძახი. აი ხედა მე ვილოცე და კაი ამინდი გამოვიდა. კაცო, შენი ლოცვა და კაი ამინდი არ მაინტერესებს. დამელაპარაკე, რამდენად შეესატყვისება შენი აზროვნება ბიბლიურ ჭეშმარიტებას. თუ იქ აცილებულია, მე უკვე ვიცი შენი ლოცვა ვინ შეისმინა და ვინ წაგიყვან ამ გზას. ეს სხვათა შორის. ეხლა დაუთმოთ სხვასაც ისა, რამე თორე ჩვენ რა დაგვილევს მეგობრებო საუბარს. გამარჯობათ. ამას წინათ მე ჩემმა დიდიკომ წამაკითხა. აჰა, მე მკვიდრდება უფლისაგან შვილები, გასამჯელო მუცლის ნაყოფი. ეს 126 ფსალმუნის მესამე მუხლში წერია. ესე იგი, მე ჩემი მამიკოსთვის ქრისტესაგან ბოძებული გასამჯელო ვარ და ჩემი დედიკოს მუცლის ნაყოფი. რა კარგია ღმერთო სიცოცხლე რომ მაჩუქე და შენ თავი გამაცანი. მე ახლა შენ ჩემი პატარა გონებით გიცნობ, რომ გავიზდები იესო ქრისტე, უფრო მეც გავიგებ შენზე და უფრო მაგრად შემიყვარდები. აქ სკაიპზე რომ ვლაპარაკობ ხოლმე, მართალია, ჩემი ახლობლები მეხმარებიან რა წავიკითხო, მაგრამ მეც ასე ფიქრობ და თან ვსწავლობ. ახლა პატარა ლოცვას ვიტყვი. ეს სიტყვები 118 ფსალმუნიდანაა. აღმიხილე თვალები ღმერთო, რათა ვუჭრეწადე შენი რჯულის საოცრებებს. კურთხეული ხარ შენ უფალო, მასწავლე შენი წესები. შენ ცნებებზე ვიფიქრებ და დაუკვირდები შენს გზებს. განადიდე შენი სახელი ჩემ ცხოვრებაში. ამინ. ლევიტელთა წიგნი თავი მე-19. ამ თავში აღწერილია ზოგიერთი ცერემონიული პრინციპი, მაგრამ უმეტესობა მაინც არის ზნეობრივი მორალური პრინციპები. მავანი დაინტერესდება, თუ რატომ არის, რომ ბიბლიაში შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი წესები ასე ვრცლადაა აღწერილი, ხოლო ადამიანური შეხედულებით გაცილებით მეტად მნიშვნელოვან კანონებს კი ნაკლებად რო აქვს დათმობილი. პასუხი ერთია: ღმერთმა უკეთ იცის და ჩვენი ვალია მას მივენდოთ, დავიჯეროთ და ვილოცოთ, რომ უფრო კარგად გაგვაგებინოს.
ამ თავის მუხლებში აღწერილია სხვადასხვა კანონები სასჯელისა და მოწყალების შესახებ. მათი აღქმა და გაგება ადამიანისთვის ძნელი როდია, ვინაიდან იქ შეფასებულია მისი სინდისით და კომენტარი არც არის საჭირო. მე-19 თავის პირველ 10 მუხლში ღმერთი მითითებებს აძლევს მოსეს, რომ მან უფლისრჯული მთელი ისრაელის მოდგმას გადასცეს, ასე რომ ღვთისმსახურების წესები და დადგენილებები არა მარტო აარონისთვის და მისი ძეებისთვის იყო, არამედ მთელი ხალხისთვის, რადგან ყველას უნდა სწოდნოდა თავის მოვალეობა. მოსეს მთელი საკრებულოსთვის უნდა განეცხადებინა უფლის წესები, ისინი ყველას უნდა სწოდნოდა ებრაელთა ბანაკში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რჯულის კანონების გადაცემა ხალხისათვის მოსეს რამოდენიმეჯერ მოუწია, რადგან ყველა ერთდროულად ვერ ისმენდა. უმეტესობა წესებისა უკვე მიცემული ჰქონდათ ისრაელიანებს, მაგრამ ღმერთს სურდა, რომ კიდევ ერთხელ გაემეორებინათ უზენაესის დადგენილებები მათთვის, რათა ზედმიწევნით კარგად ხსომებოდათ. ამ მუხლებში ყველაზე აუცილებელი მოთხოვნა იყო და დღევანდელ დღესაც იგი ძალაში რჩება, რომ ისრაელიანები და ზოგადად ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი იყვნენ სუფთა და წმინდა ხალხი, რადგან თავად ისრაელის ღმერთი წმინდა ღმერთია. მუხლი მეორე. ეს დაწვრილებითი კანონები, რომლებიც მათ აგრერიგად განასხვავებდა სხვა ერებისაგან, ემსახურებოდა მათ წუთი სოფლისა და ცოდვად დაცემული ხორცის დომინირებისაგან სრულ გამოყოფას და განთავისუფლებას, რათა მთლიანად ღმერთისთვის ყოფილიყვნენ მიძღვინილნი. ახალი აღთქმის საფუძველზე იესო ქრისტეს კანონია. იყავით წმინდანი ყოველ საქციელში, როგორც წმიდა უფალი ღმერთი. 1 პეტრე 1:15. ჩვენ ჯვარცმული და შემდეგ მკვდრეთი და აღმდგარი მაცხოვრის მიმდევრები ვართ და ამიტომაც უნდა ვიყოთ განწმენდილი ღვთის წინაშე. მე-19 თავის დასაწყისში ასევე არის მითითებული, რომ შვილები უნდა იყვნენ მორჩილნი თავისი მშობლებისა. თითოეულს თავისი დედმამის შიში და კრძალვა უნდა ჰქონდეს. მუხლი მესამე. როგორც გვახსოვს, მე-5 მცნება არის კანონი მშობლების პატივისცემის შესახებ, რომლის თანახმადაც ღვთის ჭეშმარიტად და მორწმუნეს ევალება იყოს უფალში მორჩილი თავისი დედმამის მიმართ და იყოს მათზე გულწრფელად მზრუნველი. მალაქია წინასწარმეტყველთან, თავი პირველი მუხლი მე-6, ხალხზე გამწყრალი ღმერთი მამისა და ბატონის შედარებას ხმარობს და ასე მიმართავს ისრაელიანებს. შვილი პატივისცემს მამას და ყმა თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემ დამიკრძალვა? როდესაც ყმაწვილები გაიზრდებიან და გახდებიან მამაკაცები, მათ არ უნდა ეგონოთ, რომ აღარ არის საჭირო ამ კანონის შესრულება. ყველა კაცმა, თუნდაც ბრძენმა ანდიდებულმა, მუდამ პატივი უნდა მიაგოს თავის მშობლებს, სულ უბრალო მიზეზისა გამო, რადგანაც ისინი მისი მშობლები არიან. რა თქმა უნდა, აქ თავისთავად იგულისხმება, რომ მშობლებიც იგივე აღმსარებლობის და ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი იყვნენ და არა კერპტახვანისმცემლები. სხვაგვარად, ისინი ამ პიროვნების მშობლებად აღარ ჩაითვლებიან, არამედ უცხოებად. მესამე მუხლის ამ ფრაზაში თითოეულს თავისი დედმამის შიში და კრძალვა ჰქონდესო, დაუკვირდით. დედა პირველ ადგილასაა ნახსენები, რითიც ხაზგასმულია, რომ კაცმა ორივე მშობელს ერთნაირად უნდა სცეს პატივი და არა მარტო მამას. ამავე მესამე მუხლში კიდევ ერთი წესია განხილული. დაიცავეთ ჩემი შაბათები. და ეს წესი მოსდევს კანონს მშობლების პატივისცემის შესახებ. არამც და არამც არ უნდა ვიფიქრობთ, რომ ეს იგივე წყარში შემთხვევითაა. ეს იმიტომ, რომ როგორც შვილებს ევალებათ მშობლების პატივისცემა, ასევე მშობლებს ევალებათ შაბათის დაცვა, როგორც მე-4 მცნებაშია მოცემული. შენ, შენი ვაჟი და შენი ასული. ხშირად ახალგაზრდა თაობის დაცემა სწორედ მათი მშობლების მიერ შაბათის დარღვევით, დასვენების დღის უგულვებელყოფით და ღვთისთვის ერთი დღის გამოყოფის არსნობით იწყება. ეს ორივე კანონი კი ასეა გაერთიანებული. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ღმერთი შაბათისა და ღმერთი თქვენი მშობლებისა. მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი და არავითარ შემთხვევაში არაფერს ხელთქმნილს. მუხლი მე-4. სამშვიდობო შესაწირავი ყოველთვის უნდა იყოს შეწირული და შეჭმული კანონის მიხედვით. მუხლები 5-8. მივაქციოთ ყურადღება, რომ მხოლოდ ამ შესაწირავის შესახებ არის მითითება განმეორებული. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ალბათ ხალხი ყველაზე მეტად სამშვიდობო შესაწირავის დარღვევისკენ იყო მიდრეკილი და უფრო დიდხანს ინახავდნენ როგორც მანანას, ვიდრე ეს ნებადართული იყო. გავიხსენოთ პარალელური ადგილი გამოსვლის წიგნიდან თავი მე-16 მუხლი მე-20. მაგრამ არის მინეს მოსესი და ზოგიერთებმა მოირჩინა ცოტაოდენი მანანა დილამდე და დაეხვია მას მატლი და აყროვდა და განურისხდა მათ მოსე. როგორც ვიცით, სამშვიდობო შესაწირავი შემწირველის წილი იყო და მისი უფლისთვის მიძღვნა აუცილებლად მღვდლის ზედამხედველობით უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ცოდვილი ადამიანის ბუნება, თუ იგი ახლიდან არ დაიბადა, ერთნაირად გამოვლინდება ხოლმე მსგავს სიტუაციებში. ალბათ ამიტომაც არის ეს გაფრთხილება სამშვიდობო შესაწირავზე აქ.
ღმერთი თავის საქმეს თავის დროზე აკეთებს. თუნდაც შესაწირავი კანონის მიხედვით ყოფილიყო შეწირული, თუ იგი თავის დროზე არ შეიჭმეოდა, მაშინ იგი ღვთის მიერ არ იქნებოდა მიღებული. ღვთისმსახურებმა თავიანთი საქმე ყველაფერი თავიდან ბოლომდე ზედმიწევნით კარგად რომ გააკეთონ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ ხალხი თავის წილს საქმისას პირნათლად არ აღასრულებს. ჩვენი სულიერი შესაწირავების გარდა საქმეცაა გასაკეთებელი. ანუ ქმედებაში, ყოველდღიურ ურთიერთობებში უნდა აირეკლოს ჩვენი ბაგეებით აღიარებული. და თუ ამას უგულვებელ ვყოფთ, მაშინ მთლიანი შესაწირავი სამწუხაროდ ფუჭია. მე-19 თავის მე-9 მუხლების მიხედვით მკისრ თველის შემდეგ ღარიბებისთვის და მდგმურებისთვის უნდა დაეტოვებინათ ნარჩენები, რაც ნიშნავს, რომ ღვთისმიერ საქმეებს თან უნდა ახლავდეს ქველმოქმედება, იმის და მიხედვით, თუ რისი საშუალება აქვს ადამიანს. როდესაც მკიდნენ ყანას, მათ მინდვრის კუთხეში აუკრეფავი მოსავალი უნდა დაეტოვებინათ. იუდებელი ღვთისმეტყველების გადმოცემით, ეს იყო მინდვრის მე-60 ნაწილი. ასევე უნდა დაეტოვებინათ ვაზზე მოუკრეფავი მტევნები. თუმცა ჩვენ დღეს ვალდებულნი არ ვართ ეს კანონი პირდაპირი გაგებით შევასრულოთ, მაგრამ მისი საშუალებით ღმერთს სურს გვასწავლოს შემდეგი. პირველ რიგში არ შეიძლება ვიყოთ დაუნდობელი, ჩაგვრელები, რომლებიც ხარბად ცდილობენ დაეპატრონონ ყოველივეს. უნდა შეგვეძლოს დავთმოთ ჩვენი უფლებები უმნიშვნელო და წვრილმან საკითხებში. ასევე, რასაც გავცემთ ღარიბებისთვის, დაკარგულად არ უნდა ჩავთვალოთ და უნდა ვიყოთ კმაყოფილნი იმით, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი დაეხმარა ხელმოკლე ადამიანებს და მათ ყოფა შეუმსუბუქდათ. ჩვენი კეთილდღეობის და ბარაქის დროს ღარიბებსაც უნდა შეეძლოთ იხარონ ჩვენთან ერთად და მათაც ადიდონ უფალი. მე-11 მუხლი გვასწავლის, ვიყოთ პატიოსნები და მართლები ყველა ჩვენს საქმეში. არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ. ღმერთმა, რომელმაც თავისი პროვიდენციით თითოეულ ადამიანს თავისი საკუთრება განუსაზღვრა, იგი მათ უკრძალავს სხვისი ქონების ხელყოფას, ქურდობით იქნება ეს თუ თაღლითობით. ჩვენ უნდა დავუკვირდეთ, რომ ყველაფერი, რაც გვაბადია ამ ქვეყანაზე, მართალი გზით იქნას შეძენილი, რადგან უპატიოსნო გზით მოხვეჭილი სიმდიდრე დიდხანს არ შერჩება არავის. ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენგან ითხოვს, რომ ჭეშმარიტება სუფევდეს ჩვენს გულებში და ბაგეებზეც. არც საქმეში უნდა იტყუებოდეს ადამიანი და არც საუბარში. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, კოლოსელთა 3:9. ვინც სიმართლეს არ ლაპარაკობს, ის არ იმსახურებს, რომ მასაც სიმართლე ელაპარაკონ. და ვინც სწორდავს, როდესაც იტყუება, იგი სამართლიანად დაისჯება ტყუილისთვის. ცრუ ფიცით არ თქვათ ჩემი სახელი, ამბობს უფალი მე-12 მუხლში. ტყუილის თქმა დანაშაულია და კიდევ უფრო მეტ დანაშაულად ითვლება, როცა ადამიანი ტყუილზე უფლის სახელით დაიფიცებს. მე-13 მუხლში უზენაესი გვასწავლის არ მივითვისოთ ის, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის. ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, ნუ გაძარცვავ, ნუ დაიტოვებ დილამდე ხიდის კაცის გასამრჯელოს. ამ კანონით ღმერთი კრძალავდა და მქირავებელს დაეკავებინა მუშის გასამრჯელო. ასეთი ადამიანი ცოდვას იტეხდა თავზე და უფლის შურისგებას იმსახურებდა, რადგან აჰა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკალთ ღაღადებს და მომკალთა ღაღადისმა მიაღწია საბათ უფლის ყურამდე. იაკობის წერილი 5:4. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმ ადამიანების ნდობას ჩვენს მიმართ, რომლებიც ამა თუ იმ ფიზიკური ნაკლის გამო უმწეონი არიან. ნუ გაქირდა ვყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინლოდე შენი ღმერთისა, მე ვარ უფალი. მუხლი მე-14. ამ შემთხვევაში იგულისხმებიან არა მარტო ისეთი ადამიანები, რომლებსაც სმენა აქვს დაქვეითებული და პირდაპირი გაგებით არ ესმით, არამედ ისინიც, ვისაც შეურაცხყოფენ, ლანძღავენ და იმის გამო, რომ იმ დროს ისინი იქ არ იმყოფებიან, არ აქვთ საშუალება შეურაცხყოფელს პასუხი გასცენ, ან თავი გაემართლონ. ასევე უნდა მოვერიდოთ ისეთი ადამიანის ცუდად მოხსენიებას, ვინც ბუნებით მომთმენია და შეურაცხყოფაზე რეაქციას არ აკეთებს, თითქოს არ ესმისო. როგორც დავითი ამბობს 27 ფსალმოში, მუხლი 14. მე კი ვისმენ ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი პირს რომ ვერ აღებს. ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ბრმებს და არ დავუდოთ შებრკოლება გზაზე, რომ მათ გასაჭირი უფრო არ გაუმრავლდეთ. ასევე, თუ ფიგურალურად შევხედავთ, არ შეიძლება მოტყუება ან არასწორი რჩევების მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულუბრყვილონი არიან. გეშინლოდე შენი ღვთისა, ამბობს უფალი, და თუ ბრმა და ყრუ ვერ დაიცავს თავის თავს უმწოების გამო, მაშინ გვახსოვდეს, რომ უფალი არის მათი დამცველი და მათ მაგივრად საკადრის მიაგებს მათ მიმართ ბოროტის ჩამდენთ. საჯურებს და კანონის წარმომადგენლებს უფალი მიუწოდებს, იყვნენ მიუკერძოებელნი და არ გაამრუდონ სამართალი, არც ხელმოკლეთა შეცოდებით და არც ძალაუფლების მქონე ადამიანთა შიშის გამო. არ აქნა უსამართლოება სასამართლოში, არ იყო პირმოცნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს. სამართლით განსაჯე შენი მოყვასი.
ჩვენ გვეკრძალება ყველაფერი მისკეთება, რაც ზიანს მიაყენებს ჩვენი მოყვასის სახელს. ლევიტელთა 19 თავი მუხლი 16. მარტივად რომ ვთქვათ, არ უნდა ვიყოთ ჭორის გამავრცელებელი. ცუდ მდგომარეობაში იყენებს თავს ის, ვინც სახალხოდ საუბრობს სხვის შეცდომებზე, ავრცელებს ჭორს, საიდუმლობას ამხელს. დანაშაულს ამძიმებს იმით, რომ სხვის არასწორ საქციელს კიდევ უფრო ამუქებს, რომ ჩირქი მოსცხოს და რეპუტაცია გაუფუჭოს სხვა ადამიანს. ან ის, ვინც ცდილობს, რომ მეზობლებს შორის შუღლი ჩამოაგდოს. ტექსტში სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც ჭორის გამავრცელებელი, მიანიშნებს მეწრილმანეს, სხვის საქმეში ჩამრევს, რადგანაც ჭორის გამავრცელებლები მოისმენენ ცუდ ამბავს ერთ სახლში. ამას სხვა სახლში მიიტანენ და ხშირად ასეთები ჭორებს ერთმანეთს უზიარებენ. აგრეთვე ცილი არ უნდა დავწამოთ ჩვენს მოყვას დამოწმებისას. არ აღუდგე შენი მოყვასის სისხლს, თუ იგი უდანაშაულო სისხლია და არ გაერთიანდე სისმღვრელ ადამიანებთან, რომლებიც აღწერილია იგავების პირველ თავის მე-11-მე-12 მუხლებში. იუდეველთა მოძღვრება ამის დატვირთვას უფრო მეტად აძლიერებდა და ასეთ გაგებას დებდა ამ სიტყვებში. განზე არ უნდა გადგე, როცა ხედავ, რომ შენი მოყვასი საფრთხეშია. არამედ უნდა დაეხმარო და უშველო მას, თუნდაც შენი საკუთარი სიცოცხლე ან სხეული ჩავარდეს საფრთხეში. ამას აგრეთვე ამატებენ. ის ვისაც შეეძლო, რომ თავისი დამოწმებით ბრალი მოეხსნა ბრალდებულისთვის, კანონით მას ამის გაკეთება მოეთხოვებოდა. ლევიტელთა წიგნის 19 თავის მე-17 მუხლში ჩვენ ნაბრძანები გვაქვს, რომ ჩვენი მოყვასი სიყვარულით ვამხილოთ. ამხილე მოყვასი შენი, რომ არ დაგეკისროს ცოდვა მის გამო. არ უნდა გძულდეს იგი მის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისთვის. თუ მივხვდით, რომ მოყვასი ცუდად მოგვეპყრო, ჩვენ არ უნდა ჩავიდოთ ბოღმა გულში მის წინააღმდეგ. ან კიდევ, არ უნდა დავშორდეთ მას, ისე, რომ არც კარგი ვუთხრათ, არც ცუდი, როგორც ეს ზოგიერთებს ჩვევიათ, რომლებიც გულში ჩაიდებენ ბოღმას და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ შური იძიონ მასზე მომავალში. არამედ მნაცვლად ამისა, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება თავმდაბლობით და სიბრძნით. შევეცადოთ, რომ მოყვას დავანახოთ ის ჭრილობა, რომელიც მოგვაყენა, სამართლიანად განვიხილოთ ეს მასთან ერთად და ასე გადავჭათ უთანხმოება. ეს არის კანონი, რომელის აღსრულებასაც ჩვენი მხსნელი იესო ქრისტე ასეთ სიტუაციებში მიგვითითებს. ლუკას სახარებას მე-17 თავის მე-3 მუხლში ვკითხულობთ. გაფრთხილდით, თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე. ამიტომ ამხილე იგი შენი სიყვარულის გამო, რადგან მან შესწოდა ღმერთის წინაშე. შეეცადე, რომ იგი მონანიებამდე მიიყვანო, რათა ღმერთმა აპატიოს მას. მობრუნდეს იგი და არ დაედოს ეს ბრალად. მიაქციეთ ყურადღება. ჩვენ ვალდებული ვართ ერთმანეთი მეგობრულად ვამხილოთ და ჩვენ ეს უნდა გავცეთ და მივიღოთ სიყვარულით. დაედამსაჯოს მართალმა. ეს წყალობაა. ფსალმუნი 145. სარწმუნოა და სასარგებლო, თუმცა მტკინვეული ჭრილობები მიყენებული მოყვასისაგან ჩვენს გამოსასწორებლად. იგავების 27 თავის მე-6 მუხლში ვკითხულობთ. მეგობრის სილა გერჩინოს მტრის კოცნას. ჩვენ კაცრად გვევალება, რომ ყოველთვის ასე მოვიქცეთ და თავი არ ავარიდოთ ღვთის მიერ ნაბრძანების შესრულებას, რაიმე მიზეზის გამო. დანაშაულის და მოყვასის სიძულვილის ტოლფას იქნება, თუ ჩვენ თავს შევიკავებთ მისი მხილებისგან. ჩვენ ხშირად ასე ვფიქრობთ, ის ჩემი საყვარელი მეგობარია და არ მინდა იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო მისი შეცდომების გამო. მაგრამ ჩვენ პირიქით უნდა ვიქცეოდეთ და ვამბობდეთ, რადგანაც მიყვარს მე იგი, სიკეთეს გავუკეთებ და ვამხელ მას თავის შეცდომებში. სიყვარული მალავს ცოდვებს სხვებისაგან, მაგრამ არა თვით შემცოდესაგან. ჩვენ ცუდ სამსახურს ვუწევთ მოყვას, როდესაც მას არ ვამხელთ. ამით მას ცოდვებში ვტოვებთ. თუ ჩვენ გვევალება, რომ ჩვენი მტრის საქონელსაც დავეხმაროთ, როდესაც იგი ტვირთის ქვეშ წაიქცევა, გამოსვლა 23:5, რაოდენმეტად უნდა გავუწიოთ დახმარება ჩვენი მეგობრის სულს? თუ ჩვენ მას ცოდვებში დავტოვებთ, ჩვენც დამნაშავე ვიქნებით მის გამო. თუ არ ვამხელთ მის ბნელ საქმეებს, მაშინ ჩვენც მათი მონაწილეები ვხდებით და ხელს ვუწყობთ. ეფესელთა მიმართ წერილში მე-5 თავი მე-11 მუხლი ასე ვკითხულობთ. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი ამხილეთ. ჩვენ უნდა ვზუნავდეთ მოყვასე და ჩვენს ძმაზე. კაინივით არ უნდა ვიფიქროთ მან რომ თქვა, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარო? ჩვენ გვევალება, რომ ყოველნაირ ბოროტებას განვერიდოთ და შევიმოსოთ ძმური სიყვარულით. იხილეთ მე-19 თავი მე-18 მუხლი. არიძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ზეთა მიმართ. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი, მე ვარ უფალი. ჩვენ არავის მიმართ არ უნდა ვიყოთ მტრულად განწყობილნი. არ უნდა ვიძიოთ შური და არ უნდა გვქონდეს ხვისი ბოღმა. არავითარ შემთხვევაში გულში არ უნდა გვქონდეს ჩვენი ძმის სიძულვინი, ვინაიდან ღვარძლი მკვლელობის დასაწყისია. თუ ჩვენი ძმა რაიმე ზიანს მოგვაყენებს, არ უნდა გადავუხადოთ სამაგიერო. ეს შურის ძიება იქნება და ყველა შესაძლო სიტუაციაში არ უნდა წამოვაძახოთ და არ უნდა დავტუქსოთ იგი.
ეს ჩვენს ბოღმას დაადასტურებს. პირიქით, ჩვენ უნდა ვაპატიოთ და დავივიწყოთ მის მიერ მოყენებული ზიანი, ვინაიდან ღმერთმა ჩვენ ბევრი გვაპატია. უკიდურესად ცუდი, დამანგრეველი ჩვენთვის და დამღუპველი მეგობრისთვის იქნება ის, თუ მის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის წყენას გულში ჩავიდებთ და ნებას დავთავთ, რომ ბნელმა განცდებმა გული ბოლომდე გამოგვიღრანას. ჩვენ ყველას მიმართ კეთილად უნდა ვიყოთ განწყობილნი. გახსოვთ, გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ საკუთარ თავს ზიანს ვაყენებთ, მაგრამ სწრაფად ვვპატიობთ ამას ჩვენს თავს. ამის გამო საკუთარი თავის მიმართ სიყვარული არ გვინელდება. ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. უფალმა იოსომ ეს მეორე უდიდეს მცნებად დაგვიდო. მათეუს 2:29 და პავლე მოციქული მათ დაგვანახა, რომ ეს არის 10 მცნებიდან ბოლო 5-ის შეჯამება, რომელთა 13:9 და 10. გალატელთა მიმართ წერილში 5:14 ვკითხულობთ. თელორ ჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ჩვენი მოყვასი ისევე წრფელად უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი გვიყვარს, ყოველგვარი პირნაოთნეობის გარეშე. და ამ სიყვარულს უნდა ვამჟღავნებდეთ, ისევე უშუალოდ და ბუნებრივად, როგორც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს ვამჟღავნებთ. არა თუ მარტო ზიანი არ უნდა მივაყენოთ ახლობელს, არამედ მთელი ჩვენი ძალებით მისთვის სასიკეთოს უნდა ვცდილობდეთ. ჩვენ ისე უნდა მოვექცეთ მოყვას, როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვექცნენ. მათე 7:12. ჩვენი სული უნდა დავაყენოთ მისი სულის ადგილზე. იობი 16:4. უფრო მეტიც, ქრისტიანული წესია ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე უარი ვთქვათ, რათა მოყვას ვუყოთ სიკეთე, როგორც ამას პავლე მოციქულიც ამბობს. ყველასაგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. 1 კორინთელთა 9:19. სახარება კიდევ უფრო წინ მიდის, ვიდრე ეს შესანიშნავი მცნება, რადგანაც ქრისტე თავისი სიცოცხლის შეწივით გვასწავლის, რომ თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ჩვენ ჩვენი ძმებისთვის სიცოცხლეც კი უნდა გავწიროთ. 1 იოანე 3:16. ამიტომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენს თავზე მეტად. წავიკითხოთ ლევიტელთა 19 თავის 19 მუხლი. ჩემი წესები დაიცავით. შენი საქონელი არ შეაჯვარო სხვა ჯიშისას და შენს მინდორში არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვის სამოსელი. ამ მუხლის დასაწყისში გადმოცემულია კანონი შერწყმაღრების წინააღმდეგ. ჩვენთვის ცნობილია, რომ თავდაპირველად ღმერთმა ყოველი სულდგმული წყალში თუ ხმელეთზე თავის გვარის და მიხედვით შექმნა. დაბადება 1:20-25. ახლა ჩვენ გვმართებს, რომ დავეთანხმოთ ღმერთის მიერ ბუნებაში დადგენილ წესრიგს, იმის რწმენით, რომ ის საუკეთესოა და საგმარისი. ეკლესიასტე ამბობს თავი მესამე მუხლი მე-14. ვუწყი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად იარსებებს. ვერც დაემატება რაიმე და ვერც მოაკლდება. და ეს იმისთვის მოაწო ღმერთმა, რათა შიში ჰქონდეთ მის წინაშე. აქ ღვთისგან მითითება გვაქვს მოცემული, რომ ის საქმეებს არც არაფერი არ უნდა დავამატოთ და არც უნდა მოვაკლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გავაფუჭებთ და მხილებულნიც ვიქნებით. ამაშია ღმერთის საქმეთა უპირატესობა. მან ხომ ყოველივე საუკეთესოდ და სრულყოფილად უწყის. ჩვენ არ უნდა დავაშოროთ ის, რაც ღმერთმა შეაერთა და არც ის შევაერთოთ, რაც უფალმა განაცალკება. რამდენიმე სახეობის თესლის თესვა კანაში და მატყლისა და სელისაგან მოქსოვილი ტანისამოსის ერთად ტარება იკრძალებოდა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სრულმორწმუნე წარმართთა ჩვეულებები, ან ის, რომ უბრალოდ ისრაელიანებს სიფრთხილე უნდა ესწავლათ და არ უნდა აერიათ ერთმანეთში წარმართთა ჩვეულებები ღმერთის დადგენილებებში. ძმენა ისეთივე აუცილებელია, როგორც კეთილი საქმეები, მაგრამ როცა საქმე სულის გადარჩენას და უფლის წინაშე გამართლებას ეხება, ძმენისა და საქმეების ერთმანეთში არევდარება ღმერთისთვის მიუღებელია. გახსოვთ სოლაფიდე? холод რწმენით. გალატელთას მიმართ წერილის მეორე თავის მე-16 მუხლში ასე ვკითხულობთ. რა კი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არ ჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით? ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არ ჯულის საქმეებით. რადგან რჯულით, ან უკეთილი საქმეებით, ვერახორციელი ვერ გამართლდება. ლევიტელთა 19 თავის მე-20 და 22 მუხლებში ჩვენ ხვდებით კანონს სხვა კაცის მიერ დანიშნულ მონასთან ჩადენილ მრუშობის დასჯის შესახებ. კანონი არ განიხილავდა სასჯელს, თუ ქალი არ იყო დანიშნული. მაგრამ თუ იგი დანიშნული იყო და გათავისუფლებული, მაშინ სასჯელი სიკვდილი უნდა ყოფილიყო. თუ ის ჯერ კიდევ მონად რჩებოდა, თუმცა ნიშნობის ვადის დამთავრებამდე უნდა განთავისუფლებულიყო, მაშინ სიკვდილით არ დაისჯებოდა. კაც თავისი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან უნდა მიეღვანა და დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლად ბერძი უნდა შეეწირა. ქორწინების იდეის აღსაზევებლად, რომელიც ნიშნობით იწყებოდა, ეს დანაშაული უნდა დასჯილიყო, ხოლო თავისუფლების პრინციპის განსადიდებლად უნდა დასჯილიყო თავისუფალი ქალის შემცდენი. ასეთი დიდი განსხვავება იყო იმ დროს მონებსა და თავისუფლებს შორის. გალატელთა 4:30.
მაგრამ ქრისტეს სახარება არ შეიცავს მსგავს განსხვავებებს. როგორც კოლასელთა მიმართ წერილში წერია 3:11. ახალი ადამიანით შემოსილთა შორის აღარ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა. არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. 23-25 მუხლები გვაცნობს კანონს ხეხილის ხეების შესახებ. თუ ისე მოხდებოდა და ჩათესვიდან 3 წელიწადში ხენაღობს გამოიღებდა, მათი ჭამა არ შეიძლება. ამიტომ იუდეველებში დანერგილი იყო ასეთი წესი. ახალგაზრდა ხეების ناقობს მოსხმისთანავე წვეთდნენ. ზოგჯერ კარგი მებაღეც ასე იქცევა. ეს იმიტომ, რომ ადრეული ناقობის გამოღება აბრკოლებს ხეხილის ხის ზრდას. თუ კი ناقობი დამწიფდებოდა, მაშინ მისი არც ჭამა შეიძლებოდა ადამიანისათვის და არც ღმერთის მსახურებისათვის გამოყენება. მეოთხე წელს დამწიფებული უფლისთვის უნდა მიეძღვნათ. მხოლოდ ამის შემდეგ მეხუთე წლიდან ეკუთვნოდა ისრაელიანს ხეხილის მოსავალი. ზოგიერთი ღვთისმეტყველი თვლის, რომ ამით იუდეველებს უნდა ესწავლათ, არ მიჰყოლოდნენ წარმართთა წესჩვეულებებს, რომლებიც თავიანთი ხილის პირველ ناقობს კერპებს უძღვნიდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ ناقობი დაწყევლილი იქნებოდა, თუ ასე არ მოიქცეოდნენ. ناقობის მომცემი ხეების ეს კანონი გვახსენებს ბრძანებას შესაწირავი ცხოველების შესახებ. ხბო კრავი ანთიკანი როცა დაიბადება, 7 დღე იყოს დედასთან. მერვე დღიდან და მერე კი სათნოა უფლისსაცეცხლო თვერყლად. ლევიტელთა 22-27. 7 დღეზე ადრე ჩვილ ბავშვთა წინა დაცვეთის აკრძალვაც ამ ადგილის პარალელია. ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს ყოველი პირველმოწეული ხეხილის ناقობი, მაგრამ ვინაიდან პირველი 3 წელი ისინი ისეთივე უნიშნელონი არიან, როგორც ახალდაბადებული ცხვარი ან კურო, რომელთაც ჯერ არ მიუღწევიათ 7 დღემდე. ხოლო უზენაეს კი ჭეშმარიტად საუკეთესო შეშმენის. ამიტომ არის აქ ღვთიური მითითება, რომ პირველი 3 წელი უნდა დაეთმინათ. ამასთან ერთად უფალი მათი ჭამის უფლებას არ აძლევდა, რადგან პირველ ناقობი ჯერ არ იყო ღმერთისთვის მირთმეული. აქედან გამომდინარე, ისინი ჩაითვლებოდნენ წინადაუცვეთლად. მსგავსად 7 დღეს მიუღწეველი შინაური ცხოველისა, რომელიც ჯერ კიდევ გამოუსადეგარია სხვებს შესაწირად. ახლა გადავიდეთ ლევიტელთა 19 თავის 26-28 მუხლებზე. აქ კანონი კრძალავს სისხლიანის ჭამას, როგორც ამას წარმართები აკეთებდნენ. ისინი ჭურჭელში აგროვებდნენ სხერპლის სისხლს თავიანთი დემონებისათვის. შემდეგ შესაწირავის გარშემო სხდებოდნენ და მის ხორცს ჭამდნენ. ეს აქტი იყო სიმბოლო მათი სატანასთან ურთიერთობისა. იუდეველებს არ უნდა მიებაძათ წარმართთათვის, არამედ ღმერთისთვის შესაწირავის სისხლის სამსხვერპლოს წინ უნდა ებკურებინათ და დანარჩენი კი მის ძირში უნდა დაეღვარათ. გარდა ამისა, სასტიკად იკრძალებოდა მკითხაობა, ჩხივაობა, მესულთანეობა და ჯადოქრობა. ებრაელებს სრუმორწმუნეთა მსგავსად არ უნდა ეცადათ გამოეცნოთ ბრჭყალებში ბედნიერი და სამწუხარო დღეები თუ საათები. მსგავსი ცნობის მოყვარე ხელოვნების გამომგონებლები ეგვიპტური ცრუ ღვთაების მსახურები იყვნენ. ამას ისინი იმიტომ აკეთებდნენ, რომ ხალხი გაერთოთ და საკუთარი პიროვნების წარმოჩენით თავიანთი პოზიციები განემტკიცებინათ მათ შორის. ისრაელიანებს ეს თავისი თვალით ჰქონდათ ნანახი ეგვიპტეში ცხოვრებისას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათ არ უნდა მიებაძათ კერპების თაყვანისმცემლებისთვის. ბოროტება და სიცოცხლეა ქრისტესთან ურთიერთობის მქონე ეშმაკთანაც ურთიერთობდეს, ან სატანასთან მოსიარულეთა გზებს სწავლობდეს. არავის ძალუც ორ ბატონს ემსახუროს, რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეისიძღებს. მათე 6:24. ცოდვად დაცემული ადამიანი სამწუხაროდ მიდრეკილია გააკერპოს ნივთები ან მოვლენები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ღვთაებასთან. წარმართებს შორის მოპარსვაშიც კი სრულწმენა იყო და ამიტომ უზენაესი ისრაელიანებს აფრთხილებს, რომ მათ არ მიბაძონ. მოიკრეჭ თმის კიდეებს თავის ირგვლივ და არ წაიხდინო კიდე შენი წვერისა. ლევიტელთა 19:27. ვინც ცას და ვარსკვლავებს ცემდა თაყვანს, ვითომდაც მათ საპატივცემულოდ იჭრიდნენ თმას, რათა მათი ვარცხნილობა ცის პირს დამსგავსებოდა. გარდა იმისა, რომ ეს იყო სულელური ჩვევა, ამასთანავე ამით მათი კერპთაყვანისმცემლობა წარმოჩინდებოდა. ებრაელებს არც იმ რიტუალებისა და ცერემონიებისათვის უნდა მიებაძათ, რომლითაც წარმართები მკვდრის დასაფლავებისას გლოვასა და მწუხარებას გამოხატავდნენ. იხილეთ ლევიტელთა 19 თავის 21 მუხლი. არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ. მე ვარ უფალი. 21 საუკუნეში ძალიან პოპულარულია ეგრეთ წოდებული ტატუიროვკები. ღვთისაგან ბოძებულ კანს ადამიანები უკადრისობენ და მის ბუნებრივ სილამაზეს უაზრო მოხატულებებით ამახინჯებენ. ამაში მთელი ინდუსტრიაა ჩართული. მომხატველი არტისტები ბრჭყალებში, აპარატურის ტექნიკოსები, ტატუიროვკების სალონების მომსახურენი, სულ ბოლოს კი დერმატოლოგები, ვინც მობეზრებული და არასასურველი სვირინგების წაშლაზე მუშაობენ. ამის საფუძველი კი მარტივად რომ ვთქვათ, არის ცოდვით დაბინძურებული ადამიანის ჟანყის შემოქმედის წინააღმდეგ, მისი უკმაყოფილება და პრეტენზიულობა უზენაესის მიერ ბოძებულთან მიმართებაში. ზოგი ამას გამოხატავს ტატუიროვკით, ზოგი ჰომოსექსუალიზმით, ზოგი კი სქესის გადაკეთებით.
ისინი არ კმაყოფილდებიან იმითი, რაც მათ მიეცათ და უზენაესის საქმეებში თავისი მოკლე ჭკუით შესწორებები შეაქვთ. ჯულის კანონის თანახმად ისრაელიანებს არც უნდა დაესერათ და არც არაფერი არ უნდა დაეხატათ კანზე, თუმცაც ეს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ეს საზღვარი წარმართული რიტუალი იყო. ჩვენ ქრისტემ მოგვცა უდიდესი იმედი იქითა ცხოვრების შესახებ და ამიტომ არ შეგვფერის მოჭარბებული გლოვატირილი, როგორც ამას ურწმუნოები ხშირად აკეთებენ ხოლმე, ვინაიდან მათ სათასასუფლების წესის არანაირი იმედი არ გააჩნიათ. ისინი, ვინც ისრაელის ღმერთმა გამოარჩია და სხვა ერებისგან გამოხო, აღარ უნდა ჩაწერილიყვნენ უგუნურთა კატეგორიაში, ვინც ხელთქმნილ ღმერთუკებს ცემდნენ თაყვანს. იმ დროს წარმართთა შორის ძალიან გავრცელებული იყო ახალგაზრდა ქალიშვილების პროსტიტუცია. კერთაყვანისმცემლები ამითი დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავიანთ ქანდაკებებს ასიამოვნებდნენ და მათგან სანაცვლოდ იღბალსა და წყალობას მოელოდნენ. ლევიტელთა წიგნის 19 თავის 29 მუხლში კი ასე ვკითხულობ. ნუ მიუშვებ შენს ასულს სარუსკიბოთ, რათა არ გაარიყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. არცაა გასაკვირი, რომ წარმართთა ტაძრებში საშინელი აღვირახსნილობას უფევდა, რასაც შედეგად ხშირად ლოგიკურია ვენერიული დაავადებები და ჭირის ეპიდემიები ერთვოდა თან. ვინც ღმერთს არ ცემს თაყვანს, ის სირცხვილს მოუტანს საკუთარ თავსაც და თავის ოჯახსაც და ვინც ჭეშმარიტ ღმერთს არ მიაგებს პატივს, იგი თვითონვე იქნება პატივაღრილი. ლევიტელთა 19 თავის 30 მუხლში მოცემულია კანონი დროისა და ადგილის შესახებ. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმინდრის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. ისრაელიანებს არაფრად არ უნდა ჩაეგდოთ ის დროები და კერთაყვანისმცემლური ზეიმები, რომლებსაც წარმართები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. ხოლო ღვთის განსაწმენდელს, უფლის დასვენების დღეებს, მისახთმის კიდობანს და მათთან დაკავშირებულ კანონებს კი დიდი მოწიწებით და შიშითა და პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ. მათ წმინდად უნდა დაეცვათ ყოველგვარი რჯულის წესები და დიდი თავმდაბლობითა და თვინიერებით მიახლოებოდნენ საკრებულო კარავს. თუმცა ახლა ქრისტეს ეკლესიის დისპენსაციის ეპოქაში აღარ არის ფიზიკური გაგებით წმინდა ღვთაებრიდი ადგილი, როგორც მაშინდელი საკრებულოს კარავი და შემდგომში კი სოლომონის მეფის მიერ აგებული ტაძარი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი პატივისცემა და მოწიწება გვმართებს ქრისტიანული გაერთიანებისადმი, ვინაიდან იესო ქრისტემ თქვა, სადაც 2 ან 3-ია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის. ხოლო სადაც ზეღვთისაა, იქაა ჩვენი აღთმის კიდობანიც და ხელთუქმნელი ტაძარიც, უფლის სათაყვანებლად სულში და ჭეშმარიტებაში. მომდევნო მუხლში, ლევიტელთა 19:31, არის მკაცრი გაფრთხილება, რომ ისრაელიანებს ჩხიბავებთან და გრძნეულებთან საქმე არ უნდა დაეჭირათ. პერიფრაზას რომ მიმართოთ, თანამედროვე ტერმინებით პირდაპირი მითითება ასე გაიჟღერებდა. მე სულთანეებს და მკითხავებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. არ ეძებოთ ისინი, ნუ მოელით მათგან ნურც კარგს და ნურც სულს, არად ჩააგდეთ მათი მუქარა დაპირებები ან წინასწარმეტყველებანი. არ მიხვიდეთ მათთან რჩევისათვის, ვინაიდან თუ მიხვალთ, თქვენც უწმიდურები ხართ და ეს თქვენ გარყვნილებად ჩაგეცნობათ ღმერთისა და თქვენი სინდისის წინაშე. ეს იყო ის ცოდვა, რომელმაც შეავსო საულ მეფის ბოროტება და რის გამოც იგი უარყოფილი იყო ღმერთის წინაშე. არა მარტო თვითონ, არამედ მისი ოჯახის წევრებით და მთლიანად მისი შთამომავლობა. პირველი ნეშტა 10:13. და კიდევ აქ არის ნახსენები, რომ ახალგაზრდებმა პატივი უნდა სცენ უფროსებს. მუხლი 32. ასაკი დასაფასებელია და ის, ვინც ასაკოვანია, მოწიწებას იმსახურებს ამისათვის. იგავების წიგნში წერია: დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი. ტექსტი 31. ის, ვინც ღმერთმა დალოსა ხანგრძლივი ცხოვრებით, ჩვენ უნდა სოციალურ საკითხებში უპირატესობა მივცეთ. და ისინი, ვინც ასაკიც აქვთ და ამავე დროს სიბრძნეთ, ორმაგად პატივისცემას იმსახურებენ. სასურველია მათ რჩევებს უსმინოთ. სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს. იობი 32:7. მიაქციეთ ყურადღება, რომ რჯულის კანონი ყველა სხვა სიკეთეებთან ერთად ჩვენ გვასწავლის თავაზიან მანერებს და გვავალდებულებს, რომ პატივი მივაგოთ იმას, ვინც ამას იმსახურებს. საზოგადოების დიდ დეგრადაციაზე მიანიშნებს ის მომენტი, როცა ახალგაზრდა ასაკობრივთან ურთიერთობაში ამპარტავნად იქცევა. გავიხსენოთ ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, თავი 3 მუხლები 4 და 5. აქ აღწერილია ერზე უზენაესის რისხვის ერთ-ერთი გამოვლინება, თუ რა ხდება ღვთისგან განდგომილ სოციალურ წრეებში. და დავაყენებ ყმაწვილებს მათ მეთაურებად და ბავშვები იბატონებენ მათზე, ამბობს უფალი. გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და უღირსი პატივდებულს. სხვა პარალელი თქვენ კიდევ შეგიძლიათ იხილოთ იობის წიგნში, თავი 30, მუხლები 1 და 12. დიდი სამკაულია და აგრეთვე მოვალეობაც, როცა ახალგაზრდა საკადრისად და მოწიწებით პატივს მიაგებს მხცოვანს.
მე-19 თავის 33 და 34 მუხლებში უფალი ისრაელიანებს აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ხიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის კანონი და მისი პროვიდენცია ებრაელ ხალხს წარმართთაგან გამოარჩევდა და ამგვარად სხვაერებზე მაღლა აყენებდა, ეს მათ მაინც არ აძლევდა იმის უფლებას, რომ სხვები დაეჩაგრათ, ან რაიმე ზიანი მიეყენებინათ მათთვის. არ შეავიწრობოთ იგი, ასე ეუბნება უფალი ისრაელის ერს 33 მუხლში. ღმერთი რა თქმა უნდა ხიზნებში გულისხმობდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც თუმცაღა წინა დაუცვეთელნი იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ რა ისრაელიანთა შორის, თაყვანს არ სცემდნენ კერპებს. ასეთი ხალხი მათ არ უნდა შეევიწროვებინათ, არ უნდა გაეღიზიანებინათ და არც უნდა მოეტყუებინათ ნატურალური მეურნეობის გაცვლა გამოცვლისას. ეს დიდ ცოდვად ითვლებოდა. უფალს უყვარს მართალნი, ის იცავს ხიზნებს, ქვრივობლებს ამხნევებს, ბოროტთა გზებს კი ანადგურებს. ფსალმუნი 145:8-9. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს და თავსაც სიავეს დავატეხთ, თუ ასეთ ადამიანებს ბოროტს ვუზავთ, ან ზიანს მივაყენებთ. ხიზნებიც ხომ ასევე სასურველნი არიან უფლის მადლისათვის, რათა გადარჩნენ. ამიტომ ჩვენ ქრისტიანებმა ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი კეთილი საქმეებით მათი ყურადღება მივიქციოთ, დავაინტერესოთ და ასე ვახაროთ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება. ხიზნების მიმართ კეთილგანწყობილი და მოკიდებულებით ჩვენ მოგწალებასა და პატივისცემას გამოხატავთ უფლისადმი, რომელიც არის მშობელი, მამა, როგორც ჩვენი, ასევე მათიც. თუმცა ისინი შეიძლება განსხვავებულ ენებზე ლაპარაკობდნენ და განსხვავებული ტრადიციები თუ წესჩვეულებები ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენში ყველაში ხომ ერთი სისხლი ჩქეფს. ღმერთი ახსენებს ისრაელიანებს, რომ ოდესღაც ისინიც ხიზნები იყვნენ ეგვიპტის ქვეყანაში და თუ ღმერთი ებრაელებს ასე მოწყალებით მოექცა იქ და მერე კი ასე აღამაღლა, ვინ იცის რას უმზადებს უფალი სხვა ერების წარმომადგენლებს, რომლებიც დღესდღეობით ჩვენი ხიზნები არიან. ლევიტელთა წიგნის მე-19 თავის 35 მუხლში ჩვენ ხვდებით უფლის მოწოდებას ისრაელიანებისადმი, რომ ისინი იყვნენ ზუსტნი ზომაწონაში და შეუცდომელნი საწყაოში. ამით უზენაესი სამართლიანობაზე მიანიშნებდა. თუ სასწორი არასწორია, ეს დამახინჯებულ სამსჯავროზე მიუთითებს. ასეთი ფორმით ადამიანის მოტყუება უარესია ვიდრე ჯიბის ქურდობა. ის ვინც ყიდის რაიმეს, დაუნანებლად გაუშვას ხელიდან, ხოლო ვინც საფასურს იხდის, მას სრულიად უნდა გადაიხადოს საზღაური. არავინ მოექცეს თავის ძმას უკანონოდ. შესაძლოა კაცის უკეთური საქციელი სხვა ადამიანის თვალისთვის დაფარული იყოს, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს და იგი სამაგიეროს მიუსხავს ბოროტს აუგისთვის. მე-19 თავი მთავრდება უფლის ასეთი ზოგადი მითითებით. დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი. მე ვარ უფალი. ჩვენ ვერ ვიტყვით უფლის კანონებს ვიცავთო, თუ მათ მართლა გააზრებულად და მთელი მონდომებით არ ვასრულებთ. ჩვენს ვალდებულებებს თავად არ ვირჩევთ. ჩვენი მოვალეობაა ვისწრაფოთ, რომ უფლის ნება ყოველგვარი მორჩილებით და თავმდაბლობით მთელი გულით შევასრულოთ. ახლა გადავიდეთ ლევიტელთა მე-20 თავზე. ამ თავის დასაწყისში ჩვენ ხედავთ, რომ მოსეს კვლავ ებრძანა უფლისაგან, ისევ გაემეორებინა ისრაელიანებისათვის ადრე მიცემული კანონები. დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ღმერთი შემთხვევით არაფერს ამბობს და გამეორებასაც გარკვეული მიზანი ჰქონდა. ჯულის კანონების ხელმეორედ მიცემით, იგი თავის შთა აგონებდა განსაკუთრებული გულისხმიერება გამოეჩინათ მოსმენილისადმი. იგივე მეთოდს მიმართავს პავლე მოციქულიც, ფილიპელთა მიმართ წერილში მე-3 თავის პირველი მუხლი. ამრიგად, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენ და მე ერთი და იმავეს მოწერა, სიძნელეს არ არის საძნელო არ არის ჩემთვის. თქვენთვის კი გამახნევებელია. ლევიტელთა მე-20 თავში ხაზგასმითაა მკითხველის ყურადღება გამახილველებელი, გამოვლინებელი სამ სასიკვდილო ცოდვაზე. ერთ-ერთი ეხება მშობლებს, რომლებიც შვილებს მოლოქს სწირავდნენ. ხომ დიდი ცოდვა იყო კერპების თაყვანისცემა, მაგრამ მოლოქისათვის შვილების შემწირველნი ამას აკეთებდნენ ცოდის ტყვილი ღმერთუკის განსადიდებლად. ისინი თავის ნაშიერთ სწირავდნენ ეშმაკს, რომლის მიზანიც კაცობრიობის დაღუპვაა. რარი გულბადრუკნი ჩანან სატანის თაყვანისმცემელნი. ისინი მოკლებულნი არიან არა მარტო გონიერებას, არამედ ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელ მშობლის ინსტინქტებსა და ბუნებრივ გრძნობებსაც კი. ამის პარალელზე გავიხსენოთ აბრაამი, რომელსაც ისააკი მსხვერპლად უნდა შეეწირა თავისი უფლისათვის. როგორც კი ღმერთმა დაინახა აბრაამის სრული მორჩილება, ბრძანება სასწრაფოდ იქნა შეცვლილი. ამისაგან განსხვავებით, მოწინააღმდეგე ისეთ ძალაუფლებას ფლობდა და სამწუხაროდ ახლაც ფლობს წუთის ოფლის შვილებზე, რომ ასეთი საზარელი რიტუალი დედამიწის თითქმის ყველა მხარეში იყო გავრცელებული. თავად ისრაელიანებიც კი ამის შაშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომ გახდა ასე აუცილებელი, რომ უზენაეს მკაცრად დაეკანონებინა სიკვდილის განაჩენი ამის ჩამდენთათვის. მართლაც რა შემზარავი სურათია, საკუთარ შვილს სწირავდნენ მსხვერპლად. ადამიანის ცოდვა საზღვარი არა აქვს.
მათი სხეულის ნაყოფი არასოდეს არ იქნებოდა მიღებული ღმერთის მიერ, როგორც მათი სულის გამოსასყიდი. ღმერთი ხალხს აუწყებს, რომ მოლექისათვის თვისი შვილის შემწირველი, იქნებოდა ეს ისრაელიანი თუ ხიზანი, უნდა მომკვდარიყო. მათ დასჯას კი ქვეყნის მკვიდრთ ავალებდა. ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. სიკვდილით დასჯის ეს ფორმა ყველაზე საშინაო მეთოდად იყო მიჩნეული ებრაელებში. თუ კი ადამიანები შვილებს იმიტომ სწირავდნენ სატანას, რომ მისი რისხვა ჩაეცხროთ, მაშინ მათი მშობლები თავად უნდა გამხდარიყო მსხვერპლი ღმერთისა, შეწირული მისი სამართლიანობის აღსასრულებლად. თუ სატანისთვის ბავშვის შეწირვის რიტუალი ისე ჩატარდებოდა, რომ გარეშე პირები ამას ვერ დააფიქსირებდნენ და გონება დაბრეცილი კეპთაყვანისმცემელი ადამიანთა მსჯავრს გადაურჩებოდა, მაშინ ღმერთს თავად მოჰყავდა კაცრი განაჩენის სისრულეში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: თუ კაცი მალულად შესწოდავს და ამგვარად ადამიანურ, ესე იგი, ამ ქვეყნიურ სასჯელს გადაურჩება, მერწმუნეთ, ღმერთის სამართლიანი განკითხვას ის მაინც ვერ გაექცევა. საბრალონი არიან ასეთი ადამიანები. როდესაც დანაშაულს ჩუმად სჩადიან, ისინი თავს იტყუებენ. გონიათ, რომ რადგან ვერავინ ხედავს, შესაბამისად სასჯელიც აცდებათ. ავიწყდებათ, რომ ცაბაოთ უფალი ყველგან არსებული ჭეშმარიტი ღმერთია, რომელიც ყველაფერს ხედავს, ისმენს და დაფარულს ძალიან კარგად უწყის. განა კი შეიძლება ღმერთის წმინდა სახლის შემღალავი ვიმე დაემალოს, ან გაექცეს მისი რისხვას. იგი ხომ ყველაფრის მხედველი, ძლიერი და მოშუნე ღმერთია. ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ღმერთი ისრაელიანებს განსაკუთრებულ პასუხისგებლობას აკისრებს. თუ ქანაანელები შვილებს მოლექს შესწირავდნენ, ისინი ამით დადანაშაულდებოდნენ კეპთაყვანისმცემლობასა და მკვლელობაში. ხოლო ისრაელთა შემთხვევაში ამ ორ ცოდვას კიდევ ემატებოდა ის, რომ ასეთი მსხვერპლით ისინი ბილწავდნენ უფლის წმინდა სახელს, რომელთაც ებრაელები იყვნენ მოხმობილნი და სხვა ხალხებისაგან აგრეგად გამორჩეულნი. რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ, რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთისახელი იგმობა წარმართებში, რომელთა მეორე თავის 22-23 მუხლები. მოლექისათვის შვილის შემწირველი სიკვდილით ისჯებოდა. თუ ამ საშინაო ცოდვას დამნაშავის მეზობლები დამალავდნენ, არ იმხელებდნენ თავს, შეიკავებდნენ მისი დასჯისგან. უფალი ცოდვაში ჩაუთვლიდა ამას და კეპთაყვანისმცემლის ახლობლებსაც მკაცრად მოჰკითხავდა. თუ ამ ქვეყნის ხალხი არ იდებს თვალს მას, როცა იგი მისცემს თავისი თესლიდან მოლექს და არ მოკლავს მას, მე მივავრყებ ჩემს სახელს იმ კაცს და მის მოდგმას და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ და ყველა მემრუშეს, რომლებიც დადიან მოლექის კვალდაკვალ, მოვსპობ მათი ხალხის წიაღიდან. ლევიტელთა 20:4-5. ნებისმიერ კეპთაყვანისმცემლობაზე წაყრუება დანაშაულია. უზენაესი ზეციური სამშევროსათვის არაფერი არ არის დაფარული და რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება. საყურადღებოა კიდევ ერთი რამ: თუ ოჯახის უფროსი ცოდვაში იყო, მაშინ მისი მთელი ჯალობობა დაიქცეოდა. მისი მოვალეობა იყო ოჯახის დაცვა და სიყვარულში გაერთიანება. მაგრამ ნაცვლად ამისა მოლექისთვის შვილის შემწირველი საბოლოო ჯამში ოჯახის გამაპარტახებლად გვევლინებოდა. თუ ხალხის მმართველი მობიარების იჩენს და არ სჯის დამნაშავის შესატყვისი სასჯელით, მაშინ მას ღმერთი პირადად მოსთხოვს პასუხს. ვინაიდან თუ კანონის დამხვევი არ დაესაჯა, იქმნება საშიშროება, რომ მას მიმბაძველები გამოუჩდებიან. და თუ ცოდვას ამდენი მიმბაძველები ჰყავს, რაოდან სამაგალითო იქნებოდა ურჯულობაში ლიდერის სახალხო დასჯა? ამავე თავის მეცხრემულში ღმერთი ისრაელებს ამცნობს, თუ როგორი სასიკვდილო ცოდვაა მშობლების უპატივცემულობა. იმ შემთხვევაში, როცა შვილები აგდებით მოიხსენიებდნენ მშობლებს, ან რაიმე ცუდს იტყოდნენ მათ შესახებ, ან ბოროტს უსურვებდნენ, ანუ დასწყევლიდნენ მათ, ისინი უნდა სიკვდილით ყოფილიყვნენ დასჯილნი. სასჯელი მოსამართლეებს უნდა მოეყვანათ სისრულეში, რომელნიც დადგენილნი იყვნენ ღმერთის სახელის განცდიდებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად. ამასვე გვევნება ბრძენი სოლომონის თავის იგავებში. წავიკითხოთ იგავების 30 თავის მე-17 მუხლი. თვალი მამის დამცინვავი და დედის მორჩილების მოძულე. ამოკორტნილი იქნება ხევის ყორნების მიერ და შეჭმული არწივის მართვეთა მიერ. იესო ქრისტეც ახდენს ამის ციტირებას მათეს სახარებას მე-15 თავის მე-4 მუხლში. ვინაიდან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას და მამის და დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. ვინაიდან მშობლების უპატივცემულობა მეხუთე მცნების ისეთივე დარღვევაა, როგორც მკვლელობა მე-6 მცნებისა. იგივე კანონი, რომელიც უბრძანებს მშობლებს იყვნენ სათუთნი შვილების მიმართ, აგრეთვე მოითხოვს შვილებისგან, რომ სათანადო პატივი მიაგო მშობლებს. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღე გრძელი იყო მიწაზე.
რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ვინც ამ ცნებას არ ღვევს, იგი თავად უფალს ეწინააღმდეგება და შეურაცხყოფს, რომელიც არ დაუშვებს, რომ მისი სახელი და სიძლიერე შეიბღალოს. ამავე თავში ღმერთს მსჯავრი გამოაქვს აგრეთვე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც სამკითხაოდ მჩხევაებსა და მესულთანეებს მიმართავენ. ისინი ხო ამით თავად მთელი შეგნებით თავს იტყუებენ და იბილწებენ. ანდა არის რაიმე უფრო იმაზე გუნური, ვიდრე ის, რომ ინფორმაციისთვის შენ საკუთარ მტერსა და მატყუარს მიმართო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკსა და სატანას? ასე იქცევიან ადამიანები, რომლებიც აკითხავენ მათ, ვინც შავი მაგიის ოსტატები არიან და ვითომაც შეცნობილი აქვთ სატანის სიღრმეები. ის, ვინც დიდებას, რომელიც უფალს ეკუთვნის, სატანას მიაგებს და დანაშაულდება სულიერი მრუშობაში. ეს იგივე კერპთაღვანისმცემლობაა. მოშუნე და ეჭვენი ღმერთი კი მას გაყრის წერილს გამოუძერს და თავისი წიაღიდან სამუდამოდ მოიკვეთს. ახლა გადავიდეთ მე-20 თავის მე-7 და მე-8 მუხლებში მოცემულ კანონზე. აქ გაჟღერებულია უფლის მთავარი მოწოდება და პრინციპი. განიწმინდენით და იყავით წმინდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. და დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამე თუ მე ვარ უფალი, განწმენდელი თქვენი. ჩვენი ქრისტიანების მიზანი უნდა იყოს, რომ ყველა ჩვენ საუბრებში თუ მოქმედებებში ვიხმძღვანელოთ უფლის კანონებით. ნუ თუ ეს შესაძლებელია? დიახაც. რომ არის შესაძლებელი, გვეუბნება პავლე მოციქული თავის წერილში რომელთა მიმართ. წავიკითხოთ მერვე თავის მერვე მეათე მუხლები. მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალოსთ ამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. თუ კი ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მე-20 თავის 26 მუხლი. იგი მთელი ლევიტელთა წიგნის დედაარსია და თითქმის ყველა თავს ლაიტმოტივად გასდევს. იყავით ჩემთვის წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ ხალხთაგან, რათა ჩემი იყოთ. ამისი პარალელური ადგილი ახალ აღთქმაში არის მათესთან 5:48. იესომ თქვა: მაშ იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. და კიდევ პეტრეს სული წმინდამ ძველი აღთქმიდან ეს სიტყვები გაამეორებინა მოკლედ თავის პირველ წერილში 1:16. იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე. უფალი არ მოგთხოვდა ვიყოთ წმინდები, სრულყოფილები, ეს რომ შეუძლებელი იყოს. რადგან მოგვიწოდებს, ესე იგი არის ამისი შესაძლებლობაც. საქმე იმაშია, რომ ამ განწმინდავებას ღმერთი თავად ახორციელებს, იგი გაგოწმინდავებს. ჩვენ კი რა მოგვეთხოვება? პირველი, არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ეს მის გარეშე შეგვიძლია. მეორე, გაწმინდავება და სრულყოფილება უნდა მართლა გულით გვინდოდეს. უნდა ჯერ ვაცნობიერებდეთ, რომ არა ვართ წმინდები. პირიქით, წვირიანები და ბინძურები ვართ. ეს უნდა ვაღიაროთ და პატიება უნდა ვთხოვოთ წმინდა ღმერთს. მერე, უნდა რწმენით ვილოცოთ და ვევედროთ იესოს, რომ გაგვასუფთავოს, გაგვწმინდოს და სრულყოფილი გაგვხადოს. ამას მაცხოვარი თავისი გოლგოთაზე დახურული სისხლის ფკურებით აკეთებს, როგორც ჩვენი მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. სიბინძურის ჩამორეცხვის საუკეთესო საშუალება კი ღვთის სიტყვის მიღებაა, როგორც იესო მილოცა თავისიანებისთვის მამა ღმერთის წინაშე. განწმინდა ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვაა ჭეშმარიტება. იოანე 17:17. ადამიანის სხეული ხშირად არის შედარებული ბიბლიაში სახლს, შენობას, ქოხს, სულის სამოს. მეორე კორინთელთა წერილში მე-5 თავში ასე წერია: მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციერი სახლით შემოსვას. ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი აქვს სურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შტაინთქა სიცოცხლის მიერ. სწორედ ამისთვის შექმნა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად. ციტატის დასასრული. ნახეთ, უნდა განვიძარცოთ ცოდვითი ბუნება, ეს ქოხმახი, სადაც ოხრასა და ვაებაში ვართ და უნდა შევიმოსოთ ზეციერი სახლით. ანუ უნდა გავხდეთ სრულყოფილნი და წმინდანი, ვინაიდან იგია წმინდა. და რა კარგი დასასრული აქვს ამ მუხლს კორინთელებთან. სწორედ ამისთვის შექმნა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად. აი თურმე რისთვის გავუმზადები ვართ და შევუქმნივათ მამა ზეციერს, სწორედ ამისათვის, რომ იესო ქრისტეს სიწმინდით შევიმოსოთ. მაშინ ყოველივე მოკვდავი და დროებითი ჩვენში მთლიანად შთაინთქმება, განქარდება და მის ადგილას მარადიული სიცოცხლე დაივანებს სიწმინდის ღმერთთან. ლევიტელთა მე-20 თავში პატარა მოკლე მუხლია: იყავით ჩემთვის წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, უფალი. და რამდენი რამ ასე დიდებული და ბრწყინვალე იგულისხმება მასში. თურმე რისთვის შევუქმნივართ ჩვენს გამჩენს, შემოქმედს, შემქმნელ ცისა და მიწისა, მთელი სამყაროისა.
თანამედროვე ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებები იკვლევენ, თუ რატომ გავჩნდით, ვინ შექმნა, რისთვის შექმნა. ამაზე აუარებელ წიგნებს წერენ და ასე ვთქვათ, მეცნიერულ გამოკვლევებს ატარებენ. მაგრამ პასუხი აგერ არის წმინდა წერილში, რომლის გადაშლაც და მიღება ადამიანთა მოდგმის დიდ უმრავლესობას არ სურს. რა ბედნიერები და დალოცულები ვართ ჩვენ, მცირე, ერთი მუჭა ინდივიდები, რომ ჩვენ ეს გაგვაგებინა და თავისი სამყაროს კონსტიტუცია გაგვაცნო. თავისი სიტყვა, ბიბლია მოგცა, რომელსაც ვიკვლევთ, ვკითხულობთ და ვსწავლობთ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და სული წმინდით ვსუფთავდებით. ოღონდაც კინეტავი ბოლომდე მიიყვანოს თავისი დაწყებული საქმე ჩვენში ღმერთმა. ამას ვევედრებით, რომ ცათა სასუფეველოში დააგვირგვინოს ჩვენი განწმინდავება, რათა ლევიტელთა მეოცე თავის 26 მუხლი თითოეულ ჩვენთაგანში სულში და ჭეშმარიტებაში ასე ახდეს. ციტატა ისე, მე გამოგაცალკევებთ ხალხთაგან, რათა ჩემი იყოთ. ანუ გამოგვაცალკევებს ურწმუნო ხალხებისაგან, მოფილოსოფოსე ხალხებისაგან, კერპთაყვანისცემა ხალხთაგან. ნომინალურად მხოლოდ სახელით ქრისტიანები რომ ვქვიათ, ქართულ ტრალებში მართლმადიდებულ ნაციონალისტურ ხალხთაგან. ღმერთმა გამოგვაცალკევა, რათა მისი ვიყოთ. მადლობა ღმერთო ამისთვის და დიდება შენ სახელს. ლევიტელთა მე-19 თავში მოცემულია წყება კანონებისა და აკრძალვებისა, რომლებიც არის კარგი ილუსტრაცია თუ როგორ უნდა გაეტარებინათ ისრაელიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ლევიტელთა წიგნის მთავარი პრინციპი. და ეს პრინციპი გამოხატულია ფრაზით, რომელიც მრავალჯერ გვხვდება ამ წიგნში. იყავით წმინდა, რადგან წმინდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი. ეს ფრაზა არის გასაღები არა მხოლოდ ლევიტელთა წიგნისა, არამედ მთელი რჯულისა და უფრო მეტიც ახალი აღთქმისაც, რადგან მეორე დაბადებული ქრისტიანები არიან ღვთის წმინდა ხალხი და უბრუნდებიან იმ პირველ სახეს, როგორც თავდაპირველად შექმნა ადამიანი უფალმა, თავისი მსგავსი. გავიხსენოთ იესოს მოწოდება მთაზე მათეს მე-5 თავის 42 მუხლში. მას იყავით სულქმნილნი, როგორც სულქმნილია თქვენი ზეციერი მამა. მე-19 თავის პირველი ნაწილი ეხება ადამიანის სოციალური და რელიგიური ცხოვრების ორ ფუნდამენტურ მოვალეობას: მშობლების პატივისცემა და ღვთისადმი მოწიწება. მშობლების პატივისცემა არის გამეორება მე-5 მცნებისა. ადამიანი თავისი განვითარების პროცესში, ადრე ბავშვობაში, ღვთის შიშსა და მოწიწებას სწავლობს მშობლებისადმი რიდითა და მოწიწებით. ღმერთის როგორც მამის კონცეფციას იგი აღიქვამს თავისი პირველი გამოცდილებით მშობელთან ურთიერთობაში და სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს მცნება. ადამიანი, რომელსაც მშობლის პატივისცემა და მოწიწება არ აქვს, არც ღვთის პატივისცემა და მოწიწება ექნება. ღვთის პატივისცემისა და მოწიწების სამი კანონი ამ თავში არის: დაიცავით ჩემი შაბათი, არ გაიჩინოთ კერპები და დაკალით სამადლობელი მსხვერპლი. შაბათის დაცვა და შრომისაგან დასვენება პირდაპირ კონფლიქტშია ადამიანისა წუთისობლის სიყვარულთან, მატერიალური მოხვეჭისა და ფულის შოვნის დაუოკებელ წყურვილთან. მიწიერი ადამიანის ბუნებასა და მისწრაფებას კარგად გამოხატავს ამოს წინასწარმეტყველის მერვე თავის მე-5 მუხლი. როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდეს ასწორით. კერპთაყვანისმცემლობა რამდენად მიუღებელია ღმერთისათვის, ამას დიდი განმარტება არ სჭირდება. ეს პირდაპირ ცოცხალი ღმერთის შეურაცხყოფაა და ადამიანის დაღუპვისა და დეგრადაციის გარანტიაა. საინტერესოა, რომ ამ მუხლში პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისაკენ. სიტყვა კერპი ელილიმ ითარგმნება როგორც არაფერი. ეს სიტყვა კარგად იცოდა პავლე მოციქულმა და ასე ბრძანებს 1 კორინთელთა მე-8 თავის მე-4 მუხლში. რაც შეეხება კერპთათვის შესაწირს, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ერთისა. სამადლობელი შესაწირავი ამ თავში იმიტომ არის კიდევ ერთხელ განმეორებული, რომ ამით ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა არ დაკარგოს ღვთისადმი მადლიერების შეგრძნება ყოველივე იმ სიკეთისათვის, რასაც იგი ასე უხვად გვაძლევს. თუმცა ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ. გარდა ამისა, სხვა ხელშესაწირავებთან შედარებით, ამ შესაწირავის შესახებ კანონის დარღვევა უფრო მოსალოდნელი იყო. ეკონომიკური მოსაზრებებით და ადამიანისათვის დამახასიათებელი სიხარბით, ისრაელიანი ხშირად შეინახავდა მესამე დღეს მორჩენილ ხორცს და ამით ღვთის კანონს დაარღვევდა, რომელიც ნათლად ამბობდა, რომ ეს მორჩენილი ხორცი უნდა დაეწვათ. ამ კანონის განმეორება მიუთითებს, რომ ღვთისადმი მორჩილება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური მოსაზრებები. მე-19 თავის მეორე ნაწილი, მე-9-დან მე-18 მუხლები, შედგება 5 კანონის ჯგუფისაგან. თითოეული ჯგუფი შეიცავს 5 კანონს და ყველა ეს კანონები ეხება ადამიანის მეორე ადამიანთან დამოკადებულებას. და ყოველი ჯგუფი ამ 5 ჯგუფიდან მთავრდება ერთი და იგივე ფრაზის განმეორებით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. პირველი ჯგუფი ამ კანონებისა არის მოთხოვნა ღარიბებზე ზრუნვისა.
ეს კანონი მოიცავს აგრიკულტურის სამივე ძირითად პროდუქტს: მარცვალს, ღვინოს, ანუ ყურძენს და ხილს. გარდა ღარიბებზე და უცხო ხიზანზე ზრუნვისა, ეს კანონი ამავე დროს ადამიანის ეგოიზმსა და სიხარბის მოთოკვასაც ემსახურება. მეორე ჯგუფი კანონებისა ეხება ადამიანის მიერ მეორე ადამიანის მოტყუებას, ხოლო მესამე ჯგუფი კი უფრო შორს მიდის და მეორე ადამიანის დაჩაგვრასა და შევიწროებას კრძალავს. კანონების მეოთხე ჯგუფი სამართლიანობას ეხება და მეორე ადამიანის ცილის წამებას კრძალავს. სიტყვა ცილის მწამებელი, რომელიც აქ გამოიყენება, პირდაპირ ითარგმნება როგორც ვაჭარი, მეწვრილმანე და განიმარტება როგორც ადამიანი, რომელიც წინ და უკან დადის, გამოიკითხავს ჭორებსა და საიდუმლოებებს ყველაზე და მერე ამ ინფორმაციას კონფლიქტის გასაჯაღებლად და სკანდალებისთვის იყენებს. მეხუთე და ბოლო ჯგუფი ამ კანონებისა ეხება ადამიანის გულის მდგომარეობას, მოყვასის მიმართ და მთავრდება სიტყვებით, რომელიც არის სული და გული ახალი აღთქმისა, გიყვარდა შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. ლევიტელთა მეოცე თავის მნიშვნელოვანი ნაწილი არის სიკვდილით დასჯა, რომელიც დღევანდელი სასამართლო სისტემის ყველაზე გაცხარებული პაექრობისა და კამათის საგანია. ამ თავში სიკვდილით ისჯება შემდეგი დანაშაულებები. პირველი, მოლოქისათვის თავისი თესლის შეწირვა. რაბინები გადმოგვცემენ, რომ მოლოქი იყო მზის კერპი, რომელიც იყო სპილენძისაგან ჩამოსხმული, ტანი ჰქონდა ადამიანის და თავი კი ხარის. ამ ქანდაკების შიგნით ანთებდნენ ცეცხლს და სპილენძის ხელებში მოათავსებდნენ ბავშვს, რომელიც შემდეგ სიმხურვალისაგან დაეწვებოდა. მეორე დანაშაული არის ჯადოქრებისა და მკითხავებისათვის მიმართვა. მესამე, მშობლების შეურაცხყოფა. მეოთხე, ღალატი, ანუ ადულტერი. სიტყვა ადულტერი მოდის ლათინური სიტყვისაგან adulterium, რომელიც არის შემოკლება ფრაზისა ad alterius forum, რაც ითარგმნება ის, ვინც მიდის სხვის საწოლთან. მეხუთე დანაშაული, ნათესავებთან სქესობრივი კავშირი. საინტერესოა, რომ აქ ჩამოთვლილია არა მარტო სისხლისმიერი ნათესავები, არამედ დედინაცვალი, რძალი, სიდედრი და ბიცოლაც. მეექვსე, ჰომოსექსუალიზმი. მეშვიდე, ცხოველთან სქესობრივი კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩამოთვლილი დანაშაულებანი, რომლებიც ასე მკაცრად ისჯებოდა, დღევანდელ დღეს არა მარტო არ ისჯება, არამედ უკვე დანაშაულათაც აღარ ითვლება და უფრო მეტიც, გარკვეულ ფენებში ცხოვრების ნორმათაც კი არის მიღებული. ამ შუქზე ლევიტელთა ეს თავი პირდაპირ ლახვის ჩაცემაა თანამედროვე ჰუმანიტარული პრინციპებისა. სიკვდილით დასჯა კერპთაყვანისმცემლობის, მრუშობის, ჰომოსექსუალიზმისა და მშობლების შეურაცხყოფისათვის აუცილებელი იყო იმ კონკრეტულ დროსა და ადგილზე ისრაელელებს შორის და დღეს შეიძლება აღარ იყოს საჭირო სიკვდილით დასჯა ამ დანაშაულებისათვის, მაგრამ ღმერთის დამოკიდებულება ყველა ამ საქციელის მიმართ ზუსტად ისეთივეა, როგორც მაშინ იყო და მისთვის ეს ყოველივე ისევ მიუღებელია. თანამედროვე ჰუმანიზმი უფრო და უფრო შორდება ღმერთს და მის პრინციპებს. ეს საზოგადოება უფრო და უფრო ვითომ და შემწყალე ხდება სხვადასხვა დანაშაულებების მიმართ და დამნაშავეთა უფლებების დაცვაზე უფრო მეტ ზრუნავს, ვიდრე დანაშაულის დასჯაზე. თვით ისეთი დანაშაულებიც, როგორიც არის ქურდობა და მკვლელობა, უფრო და უფრო ნაკლებად მძიმედ ითვლება. და არა მარტო სიკვდილით არ ისჯება, არამედ მრავალი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკაში თავისუფლების შეზღუდვაც დიდი სისწრაფით ჩამოდის 20 და 25 წლიდან 2-3 წლამდე. ამ ფონზე ღმერთი წარმოდგენილია როგორც ზედმეტად მკაცრი და დაუნდობელი თანამედროვე საზოგადოებაში და ბუნებრივია, როცა საზოგადოება კარგად არ იცნობს ღმერთს, უფრო მეტად მიდრეკილია სრულ რელიგიისა და საბოლოო ჯამში დეგრადაციის, დაღუპვის და განადგურებისაკენ. ქრისტიანული ეკლესიის უპირველესი მოვალეობა არის ჭეშმარიტი ღმერთი გააცნოს საზოგადოებას. ღმერთი, რომელიც არის მოწყალე, მოსიყვარულე, როგორც ლევიტელთა მე-19 თავში ვნახეთ, ღარიბისა და გაჭირვებულის ზრუნვისაკენ მოგვიწოდებს, მაგრამ ამავე დროს იგი არის დაუნდობელი და შეურიგებელი ცოდვის მიმართ. ეს პრინციპები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ლევიტელთა წიგნში, არის ერთადერთი სწორი საფუძველი ყველა ეპოქის საზოგადოებისათვის. ოჯახი და ქორწინება არის არა სამოქალაქო გარიგება, არამედ ღვთიური ინსტიტუტი. როცა ღმერთი აცხადებს გარკვეულ მოქმედებებს დანაშაულად და კრიმინალად, არ შეიძლება ის მისაღებ ნორმად იყოს მიჩნეული საზოგადოებაში. უნდა თუ არა თანამედროვე საზოგადოებას ამის აღიარება, ღმერთი მართავს ყველაფერს და მხოლოდ მაშინაა საზოგადოებაც და მისი კანონები და სამართალი ჯანმრთელი და სწორი, როცა ღვთიური სამეფოს მორალურ სტანდარტებს მიყვება. ყველა სხვა შემთხვევაში ისევ საზოგადოება დაზარალდება. თვით ისტორიაც ადასტურებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ერი, რომელიც ღმერთს არ ემსახურება, განადგურდება. უამრავი მაგალითებია ცნობილი, რომ ყველაზე განვითარებული ერები და საზოგადოებები, როგორ დაინგრა და ზოგი სრულიად მოისპო ზნეობრივი გარყვნილებისა და შერბილებული სამართლებრივი სისტემის გამო. ასე არიგავა პირისაგან მიწისა ქანაანი, ასე გადასახლდნენ ისრაელიანები ბაბილონში. ასე დაეცა ერთ დროს სამდე აღზევებული ეგვიპტე, ასე დაინგრა კართაგენი, რომი, ასე გადაგვარდა ბიზანტია და სამწუხაროდ იგივე მოელის თანამედროვე დემოკრატიულ, ჰუმანისტურ
და ყალბმოწყალე ღმერთთან დაშორებულ ერებსაც. მე დღეს მე-19 თავს გავარჩევ. მე-19 თავში უფალი აგრძელებს საუბარს მორწმუნის სიწმინდის შესახებ. ვინც გამოსვლის მე-20 თავში 10 მცნებას აძლევს თავის რჩეულ ხალხს შესასრულებლად, ხოლო ლევიტელებში მას უკვე ილუსტრირებული მაგალითები მოჰყავს ისრაელიანთა ცხოვრებიდან. რაც მისი მორიგი მეთოდია, რომ ადვილად გაგვაგებინოს თუ როგორ შეინახოს მორწმუნემ თავისუფლად. უფალმა ჩვენ ეს წესები და კანონები იმიტომ მოგვცა, რომ მას უნდა გაემზადებინა ჩვენი გონება იმ რეალობის აღსაქმელად, რომ წმინდა აღმერთი და ამიტომ ჩვენც წმინდად უნდა შევინახოთ თავები. და თუ დღეს ადამიანის მსოფლმხედველობა დაფუძნებულია დარვინის თეორიასა და ათეიზმზე, ამისგან განსხვავებით ისრაელიანთა ქცევის ნორმები უფლის მიერ მოთხოვნილი სიწმინდისგან გამომდინარეობდა, რომელზეც უფალი მოითხოვდა, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოეყენებინათ. დღესდღეობით ჩვენ კვლავ გვჭირდება, რომ აქცენტი დავსვათ ჩვენს სიწმინდეზე. თანამედროვე ქრისტიანთა რიგების წარმომადგენლები კვირაობით ეკლესიაში დადიან და ისე გამოიყურებიან, თითქოს მათ აქვთ ეს ყოველივე, მაგრამ სამწუხაროდ ორშაბათს ისინი ისევ კარგავენ ამ ღვთაებრივ ელფერს. კვირას ეკლესიებში იმყოფებიან და ორშაბათს კარგავენ. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სიწმინდის გაგება არ არის მიღებული მათ ცხოვრებაში. უძნელდებათ მათ ეს, რადგან წუთისოფელი უფლის მოძღვრებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პროპაგანდას ეწევა. მარკეტებში, სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებსა თუ სასწავლებლებში. და სწორედ ასეთი იყო ეგვიპტიდან ახლად გამოსული ისრაელიც, ვის ცხოვრებაშიც უნდოდა ღმერთს, რომ პრაქტიკულად დაენერგა სიწმინდე. ჩვენ ვიცით, რომ კანონი კი მოითხოვდა კაცისგან სიწმინდეს, მაგრამ თავად მას, ესე იგი კანონს, ასეთი პიროვნული სისუფთავის გამოწვევა არ შეეძლო. რაზეც პავლე მოციქული ამბობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ ევდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. ვინაიდან რჯულის საქმით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. დღესდღეობით ღმერთმა სული წმინდა მოგცა და სწორედ ის არის, ვინც ჩვენ უზრუნველყოფს იმ აქტიური ძალით, რაც ჩვენ ქრისტიანობისთვის გვჭირდება. ახლა ამ თავში უფალს უხვად მოაქვს სოციალურ დონეზე ჩადენილი ცოდვის მაგალითები და ის შეცდომები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ღვთის კონგრეგაციის წევრებს შორის. თანამიმდევრულად პირველიდან მერვე მუხლის ჩათვლით ჩვენ გავეცნობით კაცის ურთიერთობას ღმერთთან, მერე მე-9 და მე-10 მუხლებში უფალი გვთხოვს, რომ ღარიბ კაცსაც სათანადო პატივისცემით მოვექცეთ, ხოლო მე-11, მე-18 მუხლებში ის გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს კაცის ურთიერთდამოკიდებულება თავის მოყვასთან. ხოლო დანარჩენი მუხლები აღვიწერს იმ კაცის ურთიერთობებსა და დამოკიდებულებას საგნებისადმი, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში აღმოჩნდება. ახლა მე წავიკითხავ პირველ-მეორე მუხლებს. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და უთხარი. წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი თქვენი ღმერთი. აქ უფალი ისევ და ისევ სიწმინდეზე ლაპარაკობს, თითქოს მას უნდა, რომ ეს ტერმინი ხშირი გამეორებით დაამკვიდროს ჯერ ჩვენს სამეთყველო ენაში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაშიც. და მოდით, ნუ რავინ იტყვის, რომ ის ამ სიტყვით მხოლოდ ისრაელიანებს მიმართავს, რადგან დღეს ქრისტიანებს ისე როგორც არასდროს გვჭირდება გასუფთავება და ჩვენ ყველანი ამის დეფიციტს განვიცდით. ამ თავის კითხვისაც უდავოდ შეიმჩნევა ის, რომ უფალი ისევ ამ ცნობილ 10 მცნებაზე საუბრობს, რომელსაც ჩვენ გამოსვლის წიგნის მე-20 თავში გავეცანით. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ის მოკლე ფრაზებში ჩამოასხავს ქვეყნის მამოძრავებელ ღვთისმცნებებს, ხოლო ამ თავში უფრო განავრცობს მათ და ისეთი ფორმით წარმოგვიდგენს, რომ ამის მომსმენი ყველაზე ნაკლებად ჭკვიანი ადამიანიც რომ იყოს, ის მაინც მიხვდება თუ რა მოეთხოვება მას ცხოვრებაში როგორც ადამიანს. სული წმინდა აზრის გამარტივებისა და ადვილად გასაგები ფორმით მოწოდების დიდოსტატია და სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ბევრი დღეს, რომ ის გვივლის ჩვენ და გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ. ის მე-19 თავშიც უხსიტყვაობს და ხაზს უსვამს იმ ადგილებს, რაშიც იცის, რომ უძლურნი არიან ისრაელიანები და არა მარტო ისინი, არამედ ჩვენც. თანამედროვე ეპოქის მორწმუნეები, ვინც ჯერ კიდევ სუსტ სხეულში ვართ გამოუწყდეულნი ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. სხვათა შორის მოგვიანებით ისტორია გვეუბნება, რომ ისრაელიანებმა სწორედ იმაში მოიკოჭლეს, რაზეც აქ აფრთხილებდა მათ ღმერთი და ეს მოხდა მოგვიანებით ქანაანის ქვეყანაში გადასვლისა და იქ ცხოვრების დროს, სადაც მათ დაიწყეს კერპთაყვანისმცემლობა და ასევე დაარღვიეს უფლის შაბათები. ჩვენ ვიცით, თუ როგორ დაუღალავად მოითხოვდა მათგან ღმერთი, რომ დაეცვათ ის წესები, რომლებიც სწორედ ამ დანაშაულების საწინააღმდეგოდ დაუდგინა ისრაელიანებს სინაის მთასთან.
რაც მეტყველებს უფლის შეუცდომელ პიროვნებაზე, ვინც წინ და წინ იცის თუ რა შეიძლება დაემართოს თავის ერს და ყოველთვის შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს, რომ ეს მათ თავიდან აარიდოს. უფლის შეუცდომელობასთან ერთად აქ ჩვენ უნდა ვახსენოთ აგრეთვე მისი ის თვისებაც, რომ ის ზოგადს კი არა, არამედ არსებული პრობლემისთვის ზუსტად შესაბამის ინსტრუქციებს აძლევს და ისრაელიანებს, რითაც აშკარად გამოირჩევა ცოცხალი ღმერთი ვიღაცა რელიგიური ლიდერისაგან. უფალი გვაძლევს ინსტრუქციებს არა გამყარებულს და სტერეოტიპულს, არამედ ჩვენი ისტორიული დისპენსაციისა და პიროვნული საჭიროების გათვალისწინებით. და განა ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ ჰყავს ჩვენნაირი ღმერთი, ვისთანაც ინდივიდუალურად ხარობს ჩვენი პიროვნებები. ღმერთი ისრაელიანებისგან აგრეთვე მოითხოვდა იმას, რომ მისთვის მსხვერპლი სათანადოდ შეეწირათ. ძველი აღთქმის პერიოდში მორწმუნეს ცერემონიალურად და რიტუალებით უნდა დაეცვას ისუფთავე და ჩვენ უკვე წავიკითხეთ ლევიტელებში, რომ უფალი ადამიანს სიწმინდეს თხოვდა არა მარტო ტაძარში ყოფნისას, არამედ თავიანთ ყოველდღიურობაშიც. ამის პასუხად პავლე მოციქული გვირჩევს, რომ ვჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ. და თუ ჩვენ ქრისტეს ღვთაებრიობაში ვართ, ეს უნდა გვეტყობოდეს, რადგან შეცვლილი ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ უნარჩვევები კი არ შევიცვალეთ, არამედ სრულიად ახალი ქმნილება ვართ ქრისტეში და თანაზიარნი მისი ღვთაებრიობისა, რის შემდეგაც სხვა ყველაფერმა ძველმა ჩაიარა და აღარა ვართ გაერთიანებული ადამიანში, ან ლეგალურ კანონში, არამედ ზიარება გვაქვს იესოსთან, რადგან მასში ვართ გამთლიანებული და თუ ეს ასია, მაშინ ჩვენ სწორედ იმას უნდა ვეცადოთ, რომ ის ვასიამოვნოთ. ესე იგი უფალი ვასიამოვნოთ. და ეს შეუძლებელი არ უნდა იყოს, რადგან ყვავს დედამიწაზე დღეს სულიწმინდა, ვინც გვამოძრავებს და ბიძგს გვაძლევს მორწმუნეებს ასამოქმედებლად. ასე რომ თუ ადრე ძველი აღთქმის ადამიანები თავისით აკეთებდნენ ყველაფერს, ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სულიწმინდის დახმარებით. ღმერთმა გამოაგზავნა თავისი შვილი, ვისაც ჩვენი მსგავსი ხორცი ჰქონდა. მან დაამარცხა ცოდვა ხორცში, რომ კანონის სამართლიანობა აღსრულებულიყო ჩვენში, ვინც დავდივართ სულით, რაც გარეგნულად გამოიხატება ჩვენს განწყობასა და უკეთესობისკენ შეცვლილ ხასიათში. ამასთან დაკავშირებით პავლე მოციქული ამბობს თავის გალატელთა მიმართ წერილის მეხუთე თავის 22 და 23 მუხლებში. ხოლო სულის ნაყოფებია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება, ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. და კვლავაც გვიწერს სულიწმინდა ამასთან დაკავშირებით იგივე მეხუთე თავის 18 მუხლში, რომ თუ სულით დავიარებით, რჯულის ქვეშ აღარ ვართ. მესამე მუხლში უფალი მოუწოდებს ისრაელიანებს, რომ მოწიწება ჰქონოდათ დედისა და მამის წინაშე და დაეცვათ შაბათები. რამაც შეიძლება კითხვაც დაბადოს, თუ რატომ იწყებს საუბარს სულიწმინდა მაინც და მაინც მეხუთე მცნებიდან. რისი პასუხით შეიძლება ის იყოს, რომ დედისა და მამის როლს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახში იწყება ყველაფერი და მშობელი არის ის სათუთი არსება, ვინც ღმერთის ნაცვლად არის დაყენებული თავიდან ბავშვისთვის. ოჯახში ყალიბდება ბავშვი და მშობლის ფუნქცია ისეთია, რომ ამით ის ძალიან ჰგავს ღმერთს და შვილი კიდევ მის მორჩილს. ბავშვი ბოლომდე ენდობა დედას და მამას და მსგავსად ნამდვილი ურთიერთობისა შემქმნელსა და შექმნილს შორის, აქაც ერთი სუსტია, ხოლო მეორე ძლიერი, ვინც ეხმარება მას თავის უძლურებაში. მეხუთე მცნების გახსენების შემდეგ უფალი ახლა შაბათის დაცვას თხოვს ისრაელიანებს, რაც მორწმუნე ხალხისთვის მომავალ ღვთის მშვიდობასა და დასვენებაში შესვლის წინასახე იყო. ეს რიტუალი ნათლად წინასწარმეტყველებდა იესოს მოსვლას და იმას, რომ ის მოიტანდა მშვიდობას და ყოველგვარი საქმისაგან დაგვასვენებდა. ამ მხრივ ყოველი შაბათი მხსნელთან აახლოვებდა მორწმუნეს, ვინც სულმოუთქმელად ელოდებოდა მესიას. ისევე როგორც ჩვენც დაგვიყენებს უფალი იმ დღეს, როდესაც არავინ აღარ იქნება მოტირალი, შეწუხებული, ავადმყოფი და გულნატკენი. მოკლედ, ჩვენც ველოდებით იმ დღეს, როდესაც დამთავრდება დედამიწაზე ფიზიკურად ოფლის ხრა და ყველანაირი ტკივილი. კაცრად კი, იმიტომ უნდა დაეცვათ ისრაელიანებს შაბათი, რომ ასეთივე სიზუსტით შეასრულებდა ღმერთი მათთვის დანაპირებს. დღეს ჩვენ ამ რიტუალს აღარ ვიცავთ. რადგან შაბათის ბატონიც არის ჩვენი უფალი იესო. შაბათი ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდა და მას შემდეგ, რაც ის უკვე გვესტუმრა დედამიწაზე, ესე იგი შესრულდა უკვე წინასწარმეტყველება, აღარ არის ამის დაცვა საჭირო. ან იქნებ ვინმე ჯერ კიდევ არ სჯერა და კვლავაც ელოდება მის პირველ მოსვლას. შაბათის დაცვით უფალი მორწმუნისგან ითხოვდა მისი დროის მეშვიდეთს. ისევე როგორც მან ისრაელიანს მოსთხოვა მისი კუთვნილების მეათედი. 10 მცნება ორ ნაწილად იყოფა. საიდანაც პირველი 5 მოიცავს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას, ხოლო მეორე 5 უფალმა მიუძღვნა იმას, რომ ისრაელიანებს ესწავლათ სწორი დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან. მშობლისადმი მოწიწება მოიცავდა ადამიანის მეორე ადამიანთან ურთიერთობას, ხოლო შაბათის დაცვა
უფალთან სწორ დამოკიდებულებას, ორივე ერთად კი უფლისადმი პატივისცემას. უნდა ვთქვათ, რომ ადამიანის ისტორიაში არაფერი იმაზე კარგი არ მომხდარა, ვიდრე მხსნელის მოსვლა დედამიწაზე, ვინც გაათავისუფლა ცოდვის კვნესისა და გმინვისაგან სამყარო. და თუ ჩვენ ტექსტს გავშიფრავთ, ერთად მოწოდებული პატივი ეცი მშობელს და დაიცავი შაბათი, აი რას მივიღებთ. უფალი მშობელივით მზურუნველია და ის დაგვიხსნის ცოდვის სატანჯველისაგან და მერე შეგვიყვანს თავის დასვენებაში. ისევე როგორც ქმნადობის დროს მეშვიდე დღეს კმაყოფილმა დაისვენა ღმერთმა და ეს დღე უნდა დაეცვა მკაცრად ისრაელიანს ქრისტეს მოსვლამდე, რათა მის ცხოვრებას, როგორც მორწმუნისას, ემეტყველა უფლის გზებზე, ვინც არასოდეს მიგვატოვებს, ისევე როგორც მშობელი არ მიატოვებს შვილს. მეოთხე მუხლში უფალი ეუბნება ისრაელიანებს, რომ არ მიაბრუნონ მათ პირი კერპებისაკენ და არ გაიჩინონ ჩამოსხმული ღმერთები. და ჩვენ აშკარად ხედავთ, რომ აქ ნათქვამი ფარავს პირველ და მეორე მცნებას. და როცა უფალი უკრძალავს თავის მორწმუნეებს, რომ არც კი მიტრიალდნენ მისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არც კი უნდა შეეხედათ ცრუ ღმერთისთვის, ჩვენ ხვდებით, რომ კერპი თვალის რელიგიაა, რაზეც არაფერია სულიერი. და თუ დავუკვირდებით, კერპი თავისთავად არაფერია. უბრალოდ მას მნიშვნელობა ეძლევა მაშინ, როდესაც ადამიანს ექმნება ამ საგნის მიმართ ცრუ წარმოდგენა. პავლე მოციქულიც ზუსტად ასე უყურებს ამ საკითხს, როდესაც ამბობს 1 კორინთელთას მერვე თავის მე-4 და მე-6 მუხლებში. რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ერთისა. რადგან თუ კიღა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში, როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი, ჩვენ ერთი ყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ და ერთი უფალი იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენ. კერპი არაფერია, ეს არის რელიგია და არაცოცხალი ღმერთის დაყვანისცემა და ეს არის ისეთი მსახურება, სადაც ორგანო თვალია ჩართული და არა სული. და თუ თვალი მატერიალური საგნების დასანახავად გვინდა ადამიანებს, სული არის ისეთი ორგანო, რომელსაც ვიყენებთ ღმერთთან საკონტაქტოდ და სწორედ ეს ორგანო იყო, რაც დაავადდა ცოდვად დაცემის შემდეგ, რომელმაც ატროფია მიიღო როგორც სხეულის ერთ-ერთმა ნაწილმა, რაც მოგვიანებით განკურნა იესომ თავისი მსხვერპლშეწირვით, როდესაც გაგვიხსნა მან მამასთან მისასვლელი გზა. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ თანამედროვე კაცს არ წაადგება აქ დაწერილი სიტყვა, რადგან კერპთაყვანისმცემლობა არ არის ისეთი გავრცელებული რელიგია დღეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერპი მხოლოდ ქანდაკება კი არ არის, არამედ ადამიანს ასევე ახასიათებს გონების კერპების თაყვანისცემაც. მაგალითად, სწავლის, დიპლომის აღების, ვიღაც ჰოლივუდის მსახიობის მიმბაძველობის, სიმდიდრის შოვნის, მოკლედ ყველაფერი, რაც კი ცოცხალი ღმერთის ადგილს დაიკავებს ჩვენში, კერპად უნდა შევრაცხოთ ჩვენ. შემდეგ მოდის მე-5 მერვე მუხლები, სადაც საუბარია სამშვიდობო მსხვერპლის წესებზე. კერძოდ თუ როგორ და რამდენ დღეს შეეძლოთ ისრაელიანებს ამ ხორცის ჭამა. სამშვიდობო, იგივე სამადლობელო და სათანამშრომლო მსხვერპლშეწირვის რიტუალი გამოხატავდა უფალთან იესოს დაღვრილი სისხლით აღდგენილ ურთიერთობას და თანამშრომლობას. აქ ღმერთი ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო მსხვერპლი ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო და მისი ხორცი იმ დღესვე უნდა შეეჭამათ. და თუ დაკლულის ხორცი მესამე დღემდე დარჩებოდა, მაშინ ის ცეცხლში უნდა დაეწოთ. მაგრამ თუ ვინმეს შეეშლებოდა და მაინც შეჭამდა ამ ხორცს მესამე დღეს, მაშინ ეს სისაძაგლე იქნებოდა უფლის თვალში და დაკლულს ის არ მიიღებდა. არც კიდევ წყალობა არ მოეპოვებოდა მსხვერპლის შემწირველს, ვინაიდან მან შებილწა ის, რაც უფლის სიწმინდე იყო და ამიტომ ასეთი კაცი უნდა მოკვეთილიყო ისრაელის ბანაკიდან. ახლა აქ ახალი არაფერი თქმულა სამშვიდობო შესაწირავზე, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ ტექსტში მოცემულ 1-2 მომენტს განვიხილავდით. მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მსხვერპლი ნებაყოფლობით უნდა მიეტანა ისრაელიანს, ეს მას მაინც არ აძლევდა იმის უფლებას, რომ უფლის მიერ ნაბრძანები წესები უგულებელყო. ის ვალდებული იყო, რომ წესები ზედმიწევნით შეესრულებინა რიტუალში. ამ ადგილიდან იმას ვსწავლობთ, რომ ჩვენი უფლისადმი ყოველდღიური მსახურება თავად ღვთისნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და თვითნებურად არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. თუნდაც ეს იყოს ისეთი კეთილი საქმე, როგორიცაა ადამიანის დახმარება, რადგან თვითნებური მსახურება არ სიამოვნებს უფალს და არც ასეთი ქრისტიანი მიიღება უფლის თვალში. ჭეშმარიტმა მორწმუნემ უნდა ივარჯიშოს იმაში, რომ საკუთარი ნება ღმრთისას დაუქვემდებაროს, რაც არ არის ადვილი გასაკეთებელი თანამედროვე ადამიანისთვის, რადგან მას ბავშვობიდანვე ჩაშიჩინებენ, რომ რაც შეიძლება წინ წამოსწიოს თავისი ძვირფასი მე
ბევრს გონია, რომ თუ მან სანთელი დაანთო ან რაიმე ღირებული თუნდაც თავისი ხელით ნაკეთი საგანი შესწირა ეკლესიას, ამით მან უკვე შეასრულა თავისი ქრისტიანული მოვალეობა. სინამდვილეში კი ღმერთი ამ ხალხის გულების მიძღვნას უფრო ელოდებოდა, ვიდრე ეკლესიაში მათ მიერ სხვა საგნების მიტანას. რადგან უზენაეს ჩვენი დამდაბლებული გულების ნახვა უხარია და არა გაფუყული კაცის სამშვენიველის ცქერა, ვისაც გონია, რომ რაღაც გრანდიოზული გაუკეთა ღმერთს თავისი მისატანით. ასევე სალოცავად ეკლესიაში თავშლებითა და კოჭებამდე კაბებით კი არ უნდა შევიდეთ. არამედ მოდრეკილი გულებით და სინდისის იმ ტანის ამოსით, რომელზეც დიდი ასოებით გვექნება ამოქარგული საკუთარი უკეთურობები. ცოდვილობის აღიარების ნიშნა. ეკლესია ბალმასკარადი კი არ არის, რომ იქ კდემამოსილების კოსტიუმები ჩაიცვას ხალხმა და იქიდან გამოსულებმა კიდე უფრო მეტად აიყოს თავზე ხელი. უფალთან მისვლისას ყველა ისეთნი უნდა მივიდეთ, როგორებიც ვართ. ბინძურები და საცოდავები და მე იქნებ გაგვწმინდოს ღმერთმა და დაგვიახლოვოს. სამშვიდობო მსხვერპლი სათანამშრომლოდან ღმერთთან ერთად სამუშაკო რიტუალია, მაგრამ თუ გახსოვთ, ჯერ სისხლი იღვრებოდა და მერე ილხენდა უზენაესთან ერთად ნადიმზე ადამიანი. სისხლი კი ყოველთვის იმის ნიშანია, რომ ადამიანი თავისი შესაძლებლობებით ქრისტეს გარეშე ვერასოდეს შევიდოდა უფლის სახლში. რიტუალში ეს წესები უფლის მიერ იყო დადგენილი და ისრაელიანს ამ წესების ზედმიწევნით შესრულება ევალებოდა. მეცხრე მეათე მუხლებში უფალი საუბრობს იმაზე, რომ თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს უფლის ბანაკში მაცხოვრებელი ღარიბი ადამიანის მიმართ. ზრუნველი ღმერთი შეძლებული ოჯახის მქონე ისრაელიანებს უბრძანებდა, რომ სამკალში ბოლომდე არ მოემკათ და რთველის დროსაც სულ არ გაეკრიფათ ყურძენი. და თუ ძირს დაცვენილ ყურძნის ბიმბილებს დაინახავდა ვინმე, მას ეს თავის გოდორში არ უნდა ჩაეყარა. არამედ უნდა დაეტოვებინა საწყალი ხალხისთვის, რომ არაფრის მქონე მისულიყო და მასაც ეჭამა. იმ სიუხვიდან უფალი რომ აძლევდა მეპატრონეს. მახსოვს ბიძაჩემი რთველის დასასრულს იტყოდა ხოლმე, რომ ორი კვალი დაეტოვათ ვენახში და უკრეფავი და ამას უსიტყვოდ ასრულებდნენ მისი ოჯახის წევრები. თუ გვახსოვს მოაბიდან ჩამოსული რუთიც სამკალში აკრეფილი თავთავებით იკვებებოდა თავიდან. მაგრამ უფალს არ დაუდგენია ღარიბებისთვის ჰუმანიტარული დახმარება. არამედ მდიდრებს ეუბნებოდა, რომ ღარიბები მიეშვათ, რომ მათაც თავისი შრომით მოეპოვებინათ ლუკმა პური. პირადად მე ძალიან შეძრული ვარ ჩვენი მოწყალე ღმერთით, ვინც თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, უბრძანებდა მდიდრებს, რომ სამუშაო ადგილები გაეჩინათ თავიანთ ბიზნესში საწყალი ხალხისთვის. როგორ არ ჰგავს ეს ყოველივე იმ დაუნდობელ კაპიტალიზმს დღეს რომ საქართველოში შემოვიდა. დოქტორ ვერნორ მაგისა არ იყოს, მეპატრონისგან შევიწროებული და ქირავებული მუშა საბრალოა, მაგრამ ყველაზე საშინელება სწორედ კაპიტალიზმია. უღმერთოთ. დასავლეთის კაპიტალიზმი ადრე იუდეო-ქრისტიანულ საფუძვლებზეა აშენებული. აქ ჩვენ განსხვავებულ მსხვერპლხედველობასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ამერიკა და კანადა ჯერ კიდევ ძველი დიდებით და ინერციით ინარჩუნებენ. კარგი იქნებოდა ამ ჭეშმარიტებებს ქართველი მთავრობის წევრები და დიდი ბიზნესმენებიც თუ გააცნობიერებდნენ. მე-13 მუხლი გვაფრთხილებს, რომ არ გავძარცოთ მოყვასი თაღლითობით და როდესაც ის ჩვენთან იმუშავებს, უფალი მოითხოვს, რომ გასამრჩევლო მას დროულად მივცეთ. მახსოვს, როდესაც პირველად გავედით საზღვარგარეთ, საკუთარ ხელფას ვერ ვითხოვდი, რადგან საბჭოთა კავშირში მშრომელთა უფლებები დიდად არ იყო დაცული. მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ საქართველოში ამ მხრივ დღეს უფრო სავალალო მდგომარეობაა. პირადად მე ვიცნობ ახალგაზრდას, ვინც თვეობით ამუშავეს უხელფასოდ. მშრომელთა უფლებები ირღვეოდა და ყოველთვის დაირღვევა. ამ მხრივ ღმერთის თეოკრატია უნიკალურია. აქ არავინ არ იჩაგრება. ქრისტიანსაც ცოდნა ბიბლიიდან აქვს და საკუთარი უფლებების დაცვა არ უჭირს. მე ღრმად მწამს, რომ თუ ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი კარგად შეისწავლის ლევიტელთა წიგნს, მაშინ მთლიანად ქვეყნის შეგნება აიწევს მაღლა და ყველა შვებას იგრძნობს ამ ქვეყანაში. ძლიერნი ამასოფლისანიც აღარ დაჩაგრავენ ღარიბებს, ხოლო მუშებსა და გლეხებს აღარ დასჭირდებათ რევოლუციების მოწყობა. ყველანაირი მუშათა და გლეხთა მოძრაობა იწყება მაშინ, როდესაც ქვეყანა უფლის სიტყვას ივიწყებს და როდესაც ქვეყანა ანთროპოცენტრული ხდება. მე-14 მუხლში უფალი მოგვიწოდებს, რომ არ გავქურდოთ ყრუ და არ დაუდოთ ბრმას წინ დაბრკოლება, არამედ გვეშინოდეს ჩვენ ღმრთისა. ცოდვილი კაცი ყველაფერს კადრულობს, მათ შორის უმწეო ადამიანებსაც ჩაგრავს. ახლა შეიძლება რომანტიკოსი ადამიანი შემოგვედაოს და გითხრას, რომ ადამიანი კეთილია და ასეთ რამეს არ გააკეთებსო, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტები სხვას მეტყველებს. ახალი ამბები გადაჭედილია ადამიანის სისასტიკის დამადასტურებელი ფაქტებით და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს, რადგან მსოფლიოში გაბატონებულია დარვინის თეორია, რომლის თანახმადაც ბრძოლა არსებობისთვის ამოძრავებს ყოველ სულთგმულს და არ ხვდის სიყვარული.
ასევე იესოს მიერ მთელი სამყაროს ცოდვის გამოსყიდვისა და ღმერთთან შერიგების ნაცვლად დღესდღეობით ბრძოლა არსებობისთვის და ბუნებრივი გადარჩება აქვს თავში ყველას. და როდესაც ასეთი თეორიით არის გაჯერებული ადამიანის ოფხედველობა, აღარც უნდა გაგვიკვირდეს ირგვლივ არსებული ძალადობა და სუსტის ჩაგვრა. ამ დაბრეცილი ურთიერთობების მკურნალი ადამიანებს შორის არის მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. მე-15 მუხლში უფალი მოუწოდებს მოსამართლეებს, რომ ზედმეტად არ მიუფონონ საწყალს და არც დედაკაც მიაგონ ზედმეტი პატივი. არამედ სიმართლით განიკითხონ ადამიანი. მსაჯულს სჭირდება უფლის სიტყვა. მან უნდა გაისიგრძეგანოს ის რეალობა, რომ უფლის მსაჯულია იგი და პოლიტიკოსების მიერ კი არ არის არჩეული ამ თანამდებობაზე, არამედ ყოვლის შემძლე ღმერთმა დააყენა იგი და მან მიუკერძაულად უნდა განსაჯოს. მე-16-მე-18 მუხლებში წერია: ცილის წამებას უნდა იწყებ შენს ხალხში. ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი. მტრობა ნუ გექნება შენს გულში შენი ძმისადმი. ამ ხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ. გიყვარდეს შენი ახლობელი როგორც თავი შენი. ეს მუხლი გვაფრთხილებს, რომ ჭორაობა და ენატანიობა არ დავიწყოთ მოყვასის შესახებ, რაც დღესდღეობით ადამიანის დიდი პრობლემაა. მოციქული იაკობი ბევრს ლაპარაკობს ადამიანის ცოდვილ ენაზე, რომელიც ყველაზე უფრო საშიში რამ არის ამ დედამიწაზე. სიტყვები ნუ აღსდგები თვისტომის სისხლის დასაყვრელად ნიშნავს არაკაც კლა. სიძულვილი და მკვლელობა არ არის ერთნაირი დანაშაული, მაგრამ ორივე აკრძალულია ჩვენთვის. ჩვენმა უფალმაც ეს ორი დააკავშირა. პირველი იოანეს მესამე თავის მე-15 მუხლში ყველა ვისაც ძულს თავისი ძმა კაცის მკვლელია. თქვენ კი იცით, რომ არც ერთ კაცის მკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული. ის რომ ჩვენ ცუდად მოვიქეცით, ამით უფალს კი არ აკლდება არაფერი, არამედ ჩვენ ვეღარ დავიმკვიდრებთ ხსნას. მოკლედ, აქ ჩამონათვალი კონკრეტული ცხოვრებისეული მომენტები და აქ ამოქმედებული უფლის მცნებები ჩვენ გვიცავს ისეთი რამის გაკეთებისგან, რაც დაგვაშორებს ღმერთს. მე-17 მუხლში სულიწმინდა ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგ რჩევას გვაძლევს. მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი, ამ ხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ძალიან ხშირად, როდესაც მოყვას ეშლება, ჩვენ ეს გვაბრაზებს. აქ უფალი გვთავაზობს სიტუაციიდან სწორ გამოსავალს. ის გვეუბნება, რომ ძმის შეწოდების დროს მტრად კი არ უნდა გადავეკიდოთ მას, არამედ ვამხილოთ იგი. მივაქციოთ ყურადღება, რომ აქ ჩვენ არ მოგვიწოდებენ მოყვასის განუწყვეტელი ჩიჩინით თავის გამოლაყებას. არამედ შენიშვნის მიცემას გვასწავლის ეს მუხლი. მაგრამ ეს ყველაფერი კაცმა უნდა გააკეთოს მდაბალი სულით და არა სიამაყით. მე-19 მუხლში უფალი ჩვენგან ღვთის წესების დაცვას ითხოვს. ამ მუხლში ის უკრძალავს ისრაელიანებს სხვადასხვა ცხოველების შეჯვარებას, ყანაში ორნაირი თესლის დათესვას და ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც სელით და მატყლით იყო დამზადებული. ის, რასაც უფალი გვაწვდის ამ მუხლებში, არის სიმბოლო იმისა, რომ ისრაელიანებს შორის არ უნდა ყოფილიყო ორი რამ არეული. კერძოდ, ჭეშმარიტი და ცრუ მოძღვრებები. პირველ კორინთელთას მე-10 თავის 21 მუხლში პავლე მოციქული გვეუბნება: არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა. არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას. იესომაც მათეს სახარების მე-6 თავის 24 მუხლში გითხრა, რომ არავის ძალუც ორი ბატონის მონობა, რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. ახლა მე-20 მუხლიდან მოყოლებული 22-მდე უფალი გვიხსნის, თუ როგორ მოქცეულიყვნენ ისრაელიანები იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სექსუალური კავშირი ექნებოდა მონასთან, რომელიც ქმრის დანიშნული იყო. ამ შემთხვევაში ქალი არ უნდა მოეკლათ, ვინაიდან ის არ იყო გამოსყიდული და თავისუფლება არ ჰქონდა. ეს იყო მონაქალის დამცველი წესი ისრაელიანთა შორის. ხშირად ვნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გულმოსულნი ამბობენ, რომ ღმერთი ახალისებს მონათმფლობელობას. სინამდვილეში კი ღმერთი უბრალოდ აღიარებს ცოდვილი კაცის სიტუაციას, მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია ადამიანის გულქვაობით. ისევე როგორც მან მისცა მოსეს გაყრილობის წესი ცოლ-ქმრისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამას იწონებდა. ამ წესით უფალმა ადამიანი დაიცვა სიცოცხლის ხელყოფისაგან. ისტორიულად ვიცით, რომ ცოლებს ქმრები კლავდნენ კიდეც გაუმართლებელი მიზეზებით. აქვე მინდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ თავისუფალ ადამიანს უფრო მეტი პასუხისგებლობა მოეთხოვება, ვიდრე მონას. ბევრი კი თავისუფლებას როგორ უდიერად ეპყრობა. უფლის ლექსიკონის მიხედვით, თავისუფლების ნამდვილი არსი არის პიროვნების ისეთი მდგომარეობა, რომელიც უკვე აღარ არის ცოდვის მონა, არამედ ქრისტეს სისხლით გათავისუფლდა სიწმინდისთვის. არა დაბანილი ღორივით ისევ მორალურ ტალახში საგორაოდ, არამედ
წმინდად საცხოვრებლად. მე-19 თავში აღწერილი ამბავი ხდებოდა სინაის მთასთან. ამ დროს ისრაელიანები იქ იყვნენ დაბანაკებულნი, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისინი დაიძვრებოდნენ და შევიდოდნენ ქანაანის ქვეყანაში. 23 მუხლიდან მოყოლებული უფალი სწორედ აღთქმულ ქვეყანაში გამოსაყენებელ წესებს აძლევს თავის ერს. მან ისრაელიანებს უბრძანა, რომ როდესაც ხეხილს დარგავდნენ, 3 წელი მისი ნაყოფი არ ეჭამათ. მე-4 წელს კი მოსავალი უფლისთვის შეეწირათ. მხოლოდ მე-5 წელს მოწეული ნაყოფი შეეძლო კაცს რომ ეჭა. და თუ ისრაელიანები დაუჯერებდნენ ღმერთს ამაში, მაშინ უფალი მათ უხმოსავალს მისცემდა. დენდროლოგები ამტკიცებენ, რომ ხეხილის ნაყოფი ვარგისია მე-4 წელს. ისინი დარგვიდან 3 წლის განმავლობაში კვირტებს აცლიან ახლად დარგულ ხეხილს. ესე იგი უნაყოფოდ ტოვებენ და მის ნაყოფს არავინ არ ჭამს. 26 მუხლში ისევ მოგვიწოდებს უფალი, რომ სისხლი არ გამოვიყენოთ საკვებად. აქ აგრეთვე უკრძალავს ღმერთი თავის მორწმუნეებს, რომ არ იჯადოქრონ და არ იკითხავენ. დღეს სავსეა კინოხელოვნება ორივე ჯადოქრობითაც და კითხაობითაც და ამის პროპაგანდას ეწევა დისნეის საბავშვო ფილმებიც. თითქოს ანტიქრისტოსთვის ამზადებდეს მასმედია მსოფლიოს. 27 მუხლში უფალი თმის და წვერის კიდეების მოპარსვას უკრძალავს თავის მორწმუნე ისრაელიანებს. ხოლო 28 მუხლში ჩვენ ის გვიკრძალავს ტანზე ნაკაწრებისა და ტატუს დახატვას. 29 მუხლში წერია: ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაირყვნას მიწა და არ აისოს იგი ბიწიერებით. ანდრია ბონარი ამ ადგილზე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც წარმართულ ტაძრებში მიჰყავდა მშობელს შვილი, სადაც პროსტიტუცია ღმერთის მსახურებად იყო მიჩნეული. ან აგრძელებს იგი, შეიძლება ისიც იგულისხმებოდეს აქ, რომ ღმერთი აფრთხილებს მშობელს, რომ ფხიზლად იყოს, რომ თავისი შვილი დინასავით არ გავიდეს გარეთ და არ გადაეყაროს ვინმე შექემს. 29 მუხლში უფალი ისევ შაბათის დაცვას ახსენებს ისრაელიანს. როგორც ვხედავთ, ამ დღის დაცვა ისრაელიანებს და ღმერთს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მეტყველებდა. სხვა ერებისთვის ასეთი რამ არ დაუბარებია უფალს. გამოსვლის 31 თავის მე-17 მუხლში წერია: ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანებს შორის, რადგან 6 დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მე-7 დღეს კი იუქმა და დაისვენა. 31 მუხლში ისევ მოგვიწოდებს უფალი, რომ არ მივიდნენ ისრაელიანები ასეთ ხალხთან, რადგან ისინი თავებს გაიბინძურებდნენ ამით. 32 მუხლში უფალი გვასწავლის, რომ მოხუცებულს ფეხზე წამოუდგეთ და პატივი მივაგოთ. 33 მუხლში მდგმორებისთვისაც ზრუნავს ღმერთი, რომ ისინი არ შეავიწროვონ. ისრაელიანს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ისე უნდა მიიღო, როგორც ერთ-ერთი ისრაელის მკვიდრი. ღმერთი სთხოვს ისრაელიანებს, რომ გაიხსენონ თავიანთი მონობის მდგომარეობა ეგვიპტეში და ახლა უცხო ადამიანიც სიყვარულით მიიღონ. 35 მუხლის მიხედვით მორწმუნეს არ უნდა ეცრუა სასამართლოზე, ზომაწონაში და საწყაოში. საბჭოთა კავშირში უმეტესობა იპარავდა არასწორი საწონით და კენით. და მართალია კანონები ჰქონდათ ქვეყანაში, მაგრამ უღმერთო ქვეყანა იყო და ამიტომ შინაგანი სიწმინდე აკლდათ იმ ხალხს. არ არსებობს ამ წესების უღმერთოდ შესრულება. ჩვენ შეიძლება ვაიძულოთ ადამიანი, დავაშინოთ და გარეგნულად გავხადოთ ის წესიერი, მაგრამ მის გახრწნილ ცოდვიან შინაგანს მხოლოდ უფალი თუ უშველის, რადგან ადამიანის შეცვლის სასწაულის მოხდენა მხოლოდ მას შეუძლია. მან გამოიყვანა ეგვიპტიდან ისრაელიანები და მანვე დაგვიხსნა ჩვენ ცოდვის სიბნელისაგან. ასევე აკეთებს დღეს ჩვენ შორის სული წმინდაც, როდესაც გვასუფთავებს ის ყოველ დღე. 37 მუხლში ღმერთი პირდაპირ ეუბნება ადამიანს, რომ დაიცვას მან უფლის წესები, რომლებიც არა მარტო უნდა მოესმინათ, არამედ შეესრულებინათ კიდეც. წესი ცალკე აღებული მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვებია, ხოლო თუ მათ ვინმე ცხოვრებაში განახორციელებს, ეს უკვე სიწმინდეა უფლის თვალში. იმედია თავი არ შეგაწყინეთ, ხო დაწვრილებით იყო მეორედ გამეორება სხვადასხვა მასალებით, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი. თან იც რაც დაგავიწყოთ პირველ საათში გამეორებული იქნა მეორე ნაწილში, სხვა წყაროთი და უფრო სხვა პიროვნების მე, რომელიც უფრო კიდევ გაგახსენებდა. ხო, მეაქცეთ ყოთვა მე-19 მე-20 თავი. მე კარგად მახსოვს ეს თავი და ეხლა არ ვიცი თუ ვინც ადევნებს თვალყურს ჩვენი თქვა ცნობიერების მოძრაობა საუბარს, აი ამის გაცნობის მე მიხვდები თუ როგორ ვიხილავ მე როცა თქვა ან ლიტერატურას მივადგებით, ან კინოხელოვნებას და რას ვითხოვ. ჩვენ დავამთავრეთ, თუმცა ერთ-ერთს მაინც მივაგნებთ, რომ ურთიერთს კარგად გავუგებთ. რას ვლაპარაკობთ, მე უკვე გაგებული იქნება. რას ეძახით თქვენ? მით უმეტეს ადვილი გასაგები იქნება, თუ შეცდომა იქნება, ისე მომიწოდებთ, დაუბრუნდე იმ პოზიციას, რა პოზიციას ახლა ჩვენ გავეცანით ღმერთი რასაც თხოვს ისრაელის ერს. ძალიან ადვილია, ხო, მაგალითად, რა მოგხედავ. აი ნახეთ აქ მე-19 და მე-20 თავში, განსაკუთრებით მე-19 თავში ჩამოთვლილი არის ის ურთიერთობები, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისათვის,
საზოგადოება შედგება ადამიანებისგან და ადამიანებმა თუ არ გაითვალისწინეს ეს პრინციპები მოწოდებული ღმერთიდან, აუცილებლად კონფლიქტში შევლენ. ახლა ეს თანდათანობით იყო ეპოქები, როდესაც ამას აღიარებდნენ და ამაზე აფუძნებდნენ საზოგადოებრივ რეგულირებას. ისე გამორიცხეთ ყველაფერი. ეს ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში სწორედ ამაზე ბრძოლა. უღმერთოდ ბრძოლა და სურვილი მოწესრიგება უღმერთოდ სამყაროისა და მეორენი ღმერთი შემოუშვათ და ისე მოვაწყოთ. პრობლემა აქ იმაში მდგომარეობოდა, რომ ღმერთი სხვადასხვანაირად წარმოედგინათ სხვადასხვა სახელმწიფოში მაცხოვრებელ ადამიანებსა და ხელმძღვანელებს. არავინ არ იყო მე-11 საუკუნემდე ათეისტი და არ იყო დანერგილი ათეისტური მეცნიერულ აღმოჩენილ მიღწევებზე დამყარებული შეხედულება. რამე თუ ამას ისევ ბიბლიით დამგებულობთ, ბევრჯერ გამიმეორები ეს მე-13 ფსალმუნი დავითის, სადაც ციტირებას ვახდენ, უგონო კაცია შედარებული ათეისტ, თქვა უგონომ თავის გულში არ არის ღმერთი. ეს არის კაცი, რომელიც არანაირ ღმერთს აღარ აღიარებს. და ახლა ჩვენ კი ვეცნებით, რას ერი უნდა შევიდეს ისეთ გარემოში, სადაც იქ პრაქტიკული დანიშნულება ეძლევა ნაციონალურ ეროვნულ რაღაც ღმერთის წარმოდგენებს. ახლა ამ წუთში ესენი უდაბნოში არიან. უდაბნოს ირგვლივ არავინ არ ცხოვრობს. ეს არის ერთგვარი სემინარია, ერთგვარი რაღაცა კურსების გავლა და სხვათა შორის ბიბლიაში ბევრჯერ შევხვდებით კურსების გავლას, თუ შეიძლება ეს თანამედროვე ტერმინი ვიხმარო. აიხსენეთ მოსეს კურსების გავლა უდაბნოში. მოსე 40 წელის განმავლობაში ეს ფარაონის კარზე აღზრდილი და შვილობილი წარმოიდგინეთ არ დატოვებდნენ უმეცრებაში. ამან ყველაფერი ისწავლა, ეგვიპტური მანამდელი ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, იგი განისწავლა ფრიად ეგვიპტის კარზე და ჩვენ წინ იყო თანამედროვე გაგებით ძალიან ძლიერი განსწავლული მეცნიერ. აი ეს მეცნიერ განსწავლული ჰუმანური და რაღაცეებით აღჭურვილი პიროვნება არის ერთ მშვენიერ დღეს იხედება რა თავისი სარკმელიდან აღმოაჩენს რომ თვის ტომი როგორი ჩაკრება და გამოესარჯლება. ღმერთმა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა რა მოსე გაუშვა სასწავლებელში. მაგრამ ეს სასწავლებელი იყო საერთოდ პირდაპირ გაგებით იმ სასწავლებელში ღმერთი იყო მასთან. მეტი აღარავინ. ყველაფერი გადაიყარა და ანულირებული იყო რა. ყველაფერი მან თავიდან დაიწყო. ეს ხდება 40 წელიწადში და 40 წელი გადის ამ კურსებს. ესეც ერთგვარად სემინარია გავლილი არის. იგივე ხდება მოსე ახლა მთელი ერი თითქმის 1 წელი ცოტა აკლია სინაის უდაბნოში, ირგვლივ არავინ არ ცხოვრობს. არ არის მეზობელი სახელმწიფოები. ესენი აქ გაკვეთილებს იღებენ, გაიაზრებენ, წინ და წინ იმასაც იძლევა ღმერთი, როგორც აქ იქნა აღნიშნული, რომ ქანაანში რო შევლენ და დამკვიდრდებიან, მიცემულია იმთავითვე ინსტრუქციები, იმიტომ რომ იქ აღარ ასწავლის რო შევა. იქ აღარ ხდება ჩვენ რო შევალთ მერე ქანაანის ქვეყანაში, სადაც უკვე ბრძოლები იმართება, ასეთ რაღაცებს აღარ წავეცნობთ ჩვენ. იქ შესრულებებზეა ლაპარაკი, ვინ არღვევს და ვინ არ. შესვლამდე როცა იორდანიის აღმოსავლეთ მხრიდან მიადგა უკვე ამხელა მასა 2,5 მილიონი ისრაელიერი, კიდევ ერთხელ ხდება მეორე ჯულის კანონით გამეორება ახალ თაობას. ახალ თაობას აწვდის და აგებინებს ღვთაებრივ ტრადიციას, ესე იგი გადაცემას, გადმოცემას ადგილი აქვს აი ამ დროს. ეს ხდება უკვე 1407 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ამოსვლა იწყება 1447 წელს ჩვენ თარიღი უცვლელია როგორც გითხარით, ესეც აბსოლუტური სიზუსტე თარიღი არ არის, მაგრამ დასაშვები არის ეს ქრონოლოგია. ასე რომ ეს წვრთნა აუცილებელი არის და ახლა როდესაც ჩვენ ყოველდღიური როგორ ვიყენებთ ახლა გაგიკვირდეთ, როგორ ვიყენებთ მე აზროვნებაში, საუბარში, იმიტომ რომ მოქმედება არის ერთგვარად აზროვნების ასახვაც. თუ ადამიანი არ არის დიხოტომიური და არ არის, თქვათ, ზედმეტად ცფიერი და მლიქვნელი. მთლიანობაში ადამიანი ისე არ წარმოიდგინოთ ადამიანი, როგორც წარმოგვიდგინა ზიგმუნდ ფროიდმა. არაცნობიერი, ქვეცნობიერი, ისა, ეს მე, ეს ზემე, ესეთი რამე ბიბლიაში არ გვხვდება. ეს არის ყველაფერი კვლევაძიება ფსიქოლოგისა, ცოდვა დაცემული ადამიანის ბუნებისა და ფანტაზიის გაქანება. თუმცა ეს ფანტაზია იმდენად დამაჯერებელია, რომ შედიხარ შეცდომაში და აღიარებ ამ მეცნიერებას როგორც ზუსტ მეცნიერებას და ამით აღფრთოვანებული იწყებ იმ კანონებით ცხოვრებას ფროიდი რო გვთავაზობს. განთავისუფლება ყველანაირი რაღაც სინდისისაგან, ყველანაირი ფროიდის გაგებით ელემენტარული დიქტატორული მიდგომისაგან ღმერთი რო ქვია და რაც გინდა სულოდაგულო გააკეთე. გაქვს ყველაფრის უფლება თავის მოკლისას, შენი სექსუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, მოკლედ საზოგადოებრივი უფრო მეც შორს მიდის ფროიდი და გვათავისუფლებს საზოგადოებისაგან, იმიტომ რომ გამოცხადებული არის ფროიდის გაგებით ადამიანი როგორც საქონელი და საქონელი სახელმწიფოში აღარ ცხოვრობს. სახელმწიფო კი ადამიანებისთვის არის და ისეც ცოდვადაცემული ადამიანების ალიკაპია. ეს დააწესა ღმერთმა. სრულად განსხვავებული ადამიანი აი აქ ბიბლიის თანახმად. და ეს წესები, რომელიც ვერცერთი თანამედროვე ჭკუასზე მდგომი იურისტი კი ვერ დაიწუნებს ამას.
აკი თანამედროვე თუნდაც სეკულარულ დაბრეცულ ქვეყანაში რამდენი რამე აი აქედან არის აღებული და ასოცირდება ბიბლიასთან ეს კანონები. უბრალოდ ღმერთია განდევნილი და ამებმა შეაკეთეს ღმერთის შენობა და გადააკეთეს ისევე როგორც არქიტექტურის რომელიღაცა შენობა დაწუნებული იქნა მფლობელის მიერ და მიუმატა და მოუმატა ის ფართი არ ყოფნის რომ იმთავითვე არქიტექტურმა დაუდგინა და წავიდა მიმატებები. ამის მაგალითია საქართველოს ნებისმიერი უბანი გაიარეთ. აი ესეთი დამოკიდებულება, ეს შენობა იმ პროექტით, რომელიც მოწოდებულია ღმერთის და არქიტექტურის არის დაგვიდო მორალური შენობა, კანონები, ეს დაწუნებული იქნა. ან მიამატეს რაღაცა, ან გამოაკლეს. უფრო მეტად გამოაკლეს, აიღეს, თავისი ჩადეს. სუმთლიანად იგნორირებული არ არის, განსაკუთრებით დღეს მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დროს მოქმედებდა ერთიანი შეხედულება სამყაროზე, იქ მთლიანად აღებული იყო, მაგრამ როგორც იტყვიან, დომინირებდა მაინც ლოზუნგებში ბიბლიური ჭეშმარიტებები. მაგალითად, ოფლითა შეინთა პური ჭამე. და მარტო ეგ არა, უამრავი, თუნდაც კომუნიზმი. კომუნიზმისკენ სწრაფვა, სოციალური უთანაბრობისკენ სწრაფვა. ეს ყველაფერი ესხატოლოგიიდან ნასესხები იყო მარქსისტების ისე რომ არ იცოდნენ. შეიძლება შეგნებულათაც დაუშვეს. აი ესე როგორ მოქმედებს ღმერთი, ეს არის უცნაური. და როდესაც ჩვენ ამას ვეცნობით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურობაში? ჩემი მოქმედება ყოველთვის განპირობებულია, როგორც ჩემი ადამიანის ასე ვიძახი, იმაზე რას ვატარებ მე? აზროვნება და მე მოქმედება. ეს თუ ერთმანეთში შეთანხმებით არ მუშაობს, მაშინ გახლეჩას აქვს ადგილი. ბიბლიის გაცნობა სწორედ ეს არის ჩვენში ჰარმონიის ერთი პიროვნების გაღვიძებას ვთხოვს ესა, სადაც აღარ იქნება დიხოტომიურობა. და აღარ შემოდის დუალიზმი ფილოსოფიური ტერმინი და აღარ ხდება სამყაროს დაყოფა ისე როგორც ანტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი ერთ-ერთი გვაძლევს ჩვენ ამას. ბიბლია საერთოდ არ იცახის ამას. არ არსებობს ორი სამყარო ბიბლიის თანახმად, არის ერთი სამყარო. ამ სამყაროს ტრანსფორმირება ხდება და მარადისობაში გადაბარგრება. არ შეიძლება იყოს ორი სამყარო, ერთი კარგი, მეორე ცუდი და ჩვენ რა დავაშავეთ. ეს ფილოსოფოსების შემოგდებულია, მე ატაცებულია ანტიკური ლენინისტური ხანაში იმ ფილოსოფოსების მიერ, რომლებსაც ეკრძალებოდა უკვე ფილოსოფიური სკოლებში გადაგება და დაუქვემდებარა თავიანთი მსოფლმხედველობა თეოლოგიას და ბიბლიის ინტერპრეტაციას მიყვეს ხელი თავიანთი შეხედულებებით. დღესაც გრძელდება მეგობრებოს ლიბერალიზმის სახელდებითა როგორც თეოლოგიაში, ასევე სოციოლოგიაში. არა და რამდენი რამე აქედან არის დამახინჯებული. როცა თქვენ ამას თუნდაც ზერელად გაეცნობით, მიხვდებით, რომ ეს მოთხოვნილება აუცილებელია იმისთვის, რომ შენ კარგად იყო. და არ ყვევთ ყავი გაგწრებ. ამ მუხლებს რო ვეცნობით, ახლა შეიძლება კაცმა თქვას ბიბლია წავიკითხო. თავში თუ არაფერს არ ატარებს ადამიანი, გაცოცხლეს მთავარი ღმერთი რო გვეუბნება მას, არის ტაძარი ჩვენი სხეული ღვთაებისთვის, მაშინ ამ ტაძარში ის უნდა ლაპარაკობდეს და არამე. და სწორედ თუ გინდათ რომ სულიწმიდა მეტყველებდეს თქვენში და ნებისმიერ საკითხზე, ამასთან სიახლოვება აუცილებელი მითითება და პირობა, რასაც ღმერთი გვეუბნება და ელაპარაკება არა კონკრეტულად, როცა ვკითხულობთ კი, მოკლედ ისტორიზმიდან კი არ ვკითხულობთ წიგს, ვაცოცხლებთ მას, სიმბოლოების მეშვეობით გარემოს ვასიმბოლოებთ. განა უდაბნო არ არის დღევანდელი გარემო, ირგვლივ ყრუ და ბნელებით დასახლებული? და აქ ღმერთის ხმა შემოდის, გვიადვილდება ამ წარმართულ გარემოში ცხოვრება. თუ გადავგვარდებით იმიტომ, რომ მივატოვებთ მის დებულებებს და მითითებებს. და აკვირდით, სულ ყველაფერი დარღვეულია. დღეს განდიდებულია ის, რაც აქ დაგმობილია. დღეს ყველაზე მეტი პროპაგანდა აქვს იმას, რომ ადამიანი იმდენად თავისუფალია, ყირაზე დგომა შეუძლია. თუნდაც თავის სხეულს რაც უნდა გაუკეთოს, გადააკეთოს, გადმოაკეთოს, დაახატოს და ზოგ-ზოგიერთის სხეული გარემონტებულ სახს აგავს და შპალიერაკრულ ძალიან ბევრ ოთახს. ზოგს იმდენი ნახატები აქვს სხეულზე. და ამის დემონსტრირება კაქტონად ითვლება. და ისეთ ადგილებზედაც აქვს სვირინგები, რომ არ შეიძლება ის ადგილები არ გაატიტულოს ადამიანმა. თუ სვირინგს არ გაიკეთებდა, ხوار გაატიტულებდა, მაგრამ ვინაიდან სვირინგი აქვს, უკანალზე იქნება ეგ, ბარძალზე ქალებს დაახვიდეთ ზაფხულში, ერთი სულაკ დაატიტულდნენ და წარმოაჩინონ ეს სისულელეები. და ამას საითკენ მიყავს კაცობრიობა. როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, ოთხივე კიდეგანი ამ პლანეტისა საითკენ მიდის და მე უკვე დახარბებული 60 წელი ყრუ დაბნელებული ერი, რომელიც უცებ ისე დახარბდა, რომ ყველაფერი კარგად გამოაცხადა და გადაეშვა თავით რა ამ სისულელეებში და აქ რო წააწყდება ამ წიგნეს, თუნდაც თქვათ აი ესეთი არასწორად მიწოდებული, თუნდაც აი რაღაცა კაცრ ტონლებში, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია აკეთებს, საერთოდ არის მიუღებელი და აღრენილი. განა იმას კი არ ეტყვიან, რომ არასწორად შენც დგეხარ ამ ბიბლიის თანახმად და უფრო კარგად დავა. არა, აღრენილი ცოფიანი დამოკიდებულება და სამყდრო სასიცოცხლოდ ერთმანეთს ებრძვიან ჯერ ფსიქოლოგიურად. რომ მიუშვა, ესენ ერთმანეთს გადაჯეგავენ.
და აუცილებლად აქეთა ბნელი ძალები გაიმარჯვებენ და ამ მალაკოსური ცნობიერების მატარებლებს და ჰომოსექსუალებს ცემატყებით აიკლებდნენ. აი ესეთი განწყობა დღეს საქართველოში სუფევს. ეს იმის ბრალია ჩემო კარგო, რომ ეს წიგნი დაწუნებული იქნა მათ და სამარცხვინოდ. და ეს ჩაირიცხა ერთი კონკრეტული ერის ისტორიად, ებრაელის ერის და გაბატონდა ცნობიერებაში ეს ამ დროს ქრისტიანისთვის გაბატონებული ეს არ არის როგორც ერთი ერის წიგნი. ეს არის მისი სიცოცხლის წიგნი. სიცოცხლე კი ყველგან არის დედამიწაზე, სიცოცხლის ფორმები. ეს ებრაელების კუთვნილება არ გახლავთ. ეს უბრალოდ დაავალა პლანეტაზე მცხოვრები ადამიანებისგან გამორჩეული ერთი დაავალა ბევრჯერ თქვი და უთხრა თუ თქვენ ამას დაიცავთ სამაგალითო იქნებით ყველა ერისთვის. სამწუხაროდ ისრაელმა ერმა ეს არ დაიცვა, მაგრამ იქამდე კი სანამ ქრისტე მოვიდოდა დააცვევინა ღმერთმა ეს, რათა იესო მოსულიყო და საერთოდ მერე მიშვებული იქნა ყველაფერი. საშიშროების ეპოქაში ვართ ჩვენ ვიდრე ქრისტემდელი ეპოქა. ეხლა უფრო იმიტომ რომ ისე გალაღებულია ყველაფერი, ყირაზე დგას ყველაფერი, მაგრამ არა ჩანს რისხვა, ძალიან ისეთ მაღალ დონეზეა ყველაფერი. სხვათა შორის იობში ერთ-ერთი მერვე დიალოგი, მერვე პასუხი იობისა რა არის? ეს 22 თავია თუ არ ვცდები თუ 20-დან იწყება, მესამე რაუნდი, იობი ესეთ რამეს იძახის. რა არისო კაცო, გადახედეო, ბრალდება რო წაუყენეს იობს, შენ იტანჯები, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ცოდვა გაქვს ჩადენილი. და ამიტომ იდანჯები შენ, ხა არ უნდა ამას ბევრი ამბავიო. იობი იძახის რომ აბა გადახედეთო. ნახეთ როგორ უწმინდური, არაღვთისმოსავი კაცი როგორ აღმატებულად ცხოვრობს და ის არ იდანჯებაო. იმას რატო არ აქვს ეს დანჯაო? ძლიერი არგუმენტია. და ამუტვინოებმა ეს ვერ გაიგეს რომ რაღაცაშია საქმე. მაშ თუ ესე მე კონკრეტული ცოდვისთვის ვიტანჯები, აი მეზობელზე რა თქვა, რომელიც ნახეთ როგორ ცხოვრობს, გრიალებს ის. თან ამავე დროს ხაზგასმულია, ის უწმინდურია, მე ღვთისმოსავი ვარ. ის ეთანხმები, ეტყოს იმას, ის ხომ წარმართია. აი ის რატომ არ იტანჯება? თუ ეს ესეა. მაშინ იმას საკუთარი ღმერთი ყოლია, ხო? ასე რომ არგუმენტი ძალიან ძლიერია. დღესაც გადახედეთ, უწმინდურება როგორ ყვავის და არც არავის არაფერი არ მოსდის. გულაობენ. ესე იგი ნაკურდალი ფულით მილიარდელია კაცი, დახოცა ტონა ხალხი, მოპარა ყველას ყველაფერი, შეიქმნა რაღაც ეკონომიკური ისეთი ძლიერი მიკროსამყარო, ტკბილათაც არის. მეგობრებო, ქრისტიანისთვის ეს ხო ვიცით რითი მთავრდება? მარტო ქრისტიანობისთვის ეს რა არის? რითი დამთავრდება ეს? რაკიღა არ ისჯება, ამიტომ შევიდე ილუზიაში რომ ღმერთი არ არის. გვეუბნება ღმერთი იმ მოსიყვარულე მამად, რომ ამ კაცრად შვილი კონტროლზე ყავს აყვანილი, რათა ამ შვილიდან შვილი უნდა გამოვიდეს სახსნელი. ამიტომ არის ეს და როგორც კი ეს გამოვიდა, ღმერთმა დააგადახეთ სამყაროს, არავის არ ჯის არაფერში. არც ქურდს, არც მეძავს, პროსტიტუცია დღეს არის ფაქტურად სოციალური პროფესია და ყველაზე კარგად ეგენი ცხოვრობენ. და ამის პროპაგანდა არის ყველგან და ყველაფერში. ვინც ეს წესები დაადგინა, იმას ეკამათები და ტყავი გაგწრება. ისევე როგორც იობის სამი გმირი ღმერთს ეკამათებოდა და ამიტომ რისხვა დაიმსახურეს. და რომ არა მადლი და წყალობა ღმერთისა და იობის როგორც საყვარელი ადამიანის, ისინი შენდობილები არ იქნებოდნენ. ღმერთმა აქაც გამოიჩინა წყალობა, შეინდო და დაინდო იობის მეგობრები იობის სიყვარულისა გამო. და იობს ლოცვა თუ ის ილოცებდა გულით მეგობრებს და დარწმუნებულა იობს უყვარდა სამივე მეგობარი, ლოცვა შესმენელი იქნებოდა. ეს ადგილები მეგობრები, ახლა ეს თან იწერება რა? ისრაელი ერი არის ღმერთთან დაახლოებული ერი. მათში არ უნდა მოხდეს ეს და ტრაგედია ის არის მეგობრებო, რომ ამათში არის ეს არის ლაპარაკება წარმართებს ირგვლივ ამონიტელები, აი მე გავეცნობი წარმართულ გარმოში შევლენ და ნახეთ როგორ იმძლავრა წარმართულმა გარემომ ამ ისრაელერზე, რომ ღმერთი მაინც იჩენს სიყვარულს, არ შორდება აღთქმის გამო. ამ პროექტში ღმერთის პროექტი რო ქვია, როლი აქვს სატანასაც, იმიტომ რომ ეს როლი ამან თუ არ შეასრულა, არაფერი არ გამოვა და ასრულებს ამ როლს და ბოლოს თავისი ადგილიც მიეჩინება ხომ ამას. იმედია ეს 20 თავი ჩვენ სამი კვირაღად დაგვჭა და სამ კვირაში გვჭება ჩვენ 7 თავი და ორ-ორზე რო გავდივართ, ბოლოსში ალბათ მესამე კვირის თავზე სამ თავს შეგავაერთიანებ და მე უკვე დაწვრილებით იმას შეიძლება აღარ ქონდეს ადგილი და უკვე მთლიანად მე ავიღებ ერთ სიტყვას, სადაც უკვე იქ დავიწყებთ. მანამდე ეს მიდოდა სპეციალურად ესე დაწვრილებით ყველას ემუშავა ამ საკითხზე და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ბავშვებს, რომლებსაც უხდებათ ისეთ გარემოში ცხოვრება, რომ გზასაც ააცთენენ. მე არ მინდა რომ ჩვენი ახლობლები, ჩემი ნაცნობების შვილები, ვინც არიან, ჩვენს მერე რო დარჩებიან, არ მიეცნენ ამ წუთის სოფლიო. ჩვენი შეცდომა საზოგადოებიდან გამორიცხულია. სატანიდან გამორიცხული არ არის. ამიტომ ჩვენ საზოგადოება არ გვაშინებს, სატანის არსებობა მუდმივად, ის შემოძვრება აზრებშიც და ამას ვერ ვძით
ჩვენ დილიდან საღამომდე ჩვენი ინტელექტუალური წყობით. საუბრებიც ეს არის, ჩვენი საუბრები აფრთხობს სატანას და მუდმივად, როცა მას უნდა რომ ჩამითრიოს იმ დისკუსიებში, სადაც ეგ არის პრეზიდენტი და ყველანაირად, რა ვიცი, საჯულიც კი იმ მინდორს სასწრაფოდ ცნობ მე და შეტევათ პასუხობ თუ არა და მოვდივარ იმ სტადიონიდან. ეს სხვა ცნობისათვის რო იცოდეთ. კარგით. დღეს მადლობა უთხრა დღეს რომ ეს ორი თავიც ვარ მეუსმენდი არაფერი შეცდომა არ იყო. ამ თემას ამით დავასრულეთ. მე-19 არ შეგაწყენთ, იმიტომ რომ არ გადაიტვირთოს ჩვენი თავი. კარგით, ის გადაგჩენია და აგემშვიდობოთ სულ ყველას.